საღამოშვიდობისა, მაესტრო და პირველი სტერეო წარმოგიდგენთ თოქ-შოუს პრეს-პრესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ შეხედულებებს. თუმცა აზრთა სხვაობაში უარყოფითი ზრდას ნუ დაიწყოთ, თქვენ კრიტიკას საკმაოდ ბევრი დადებითი ნიუანსით გააჩნიათ. ფაშასე დღეს პრეს-პრესი წარმოგიდგენთ საკმაოდ დიდ და ერთ გადაცემაში საკმაოდ რთულად განსავსებ თემას. ქართველი მუსიკოსების საზღვარგარეთ. ანუ ეს არის ერთი სერია იმ დიდი სერიალისა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები არიან არა ის მუსიკოსები, რომლებიც უკვე უცხოური მუსიკალური ცხოვრების აქტიურ წევრებად ითვლებიან, არამედ მუსიკოსები, რომლებიც საკმაოდ ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ და საკუთარი შემოქმედებით თუ კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მას შესაბ დღეს პრეს-პრესის სტუმრები არიან მომღერალი თემურ ცხილაძე, გამარჯობა. ჯგუფ Soft Eject-ის ლიდერი ვახო ბაბუნაშვილი და ქართველი როკმენი, ასე ვთქვათ, ლადო ბურდული. საღამოშვიდობისა და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მესამე ასევე ჩვენს პრეს-გუნდს, ეგრეთ წოდებულ დამრტმელ ზალას, რომელსაც დღეს ურთიერთობა მოუწევს სამ შემოქმედების თვალსაზრისით ერთმანეთთან აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკოსთან. მზად ხართ? ასე რომ სანამ ეს ურთიერთობა დაიწყებოდეს, ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. პატარა ეროვნული შოუ ბიზნესის კარები შედარებით და გაცილებით დიდ შოუ ბიზნესში გასასვლელად ძალიან ნელა იღება და ბუნებრივია არა ყველასათვის. ქართული ფოლკლორისგან განსხვავებით, ეგრეთ წოდებულ ქართულ თანამედროვე მუსიკაზე ჩვენ საზღვრებს გარეთ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, ისევე როგორც მოთხოვნილება ამ ინფორმაციაზე. ერთეულები, ვინც ჯერ კიდევ საქართველოსთვის არანაირად არასასიმღერო პერიოდში გადაწყვიტა კარიერას სხვაგან გაეგრძელებინა, ასე თუ ისე ნაცნობ და მეზობლურ მუსიკალურ სივრცეს ვერ გასცდა. სამამულო pop soul მუსიკა გასაგებად არააქტუალურია უცხოელების უცხო ყურისთვის და მზერისთვის. ასეა თუ ისე საბჭოური გასტროლომანიის შემდეგ აბსოლუტურად უძრავ საზღვრებში აღმოჩენილ ეროვნული ესტრადის მესოურებს ასპარეზად მხოლოდ ქართული სივრცე დარჩათ. მათ შორის ზოგიერთმა საკუთარი ძალებით სცადა ამ უძრავობის დარღვევა. ლელა წურწუმია პირველად 1997 წელს ჩავიდა ისრაელში და მას შემდეგ წელიწადით არ გავა რომ არ ესტუმროს ამ ქვეყანას. ვოიაჟების შედეგია 150-მდე კონცერტი და ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის სტატუსი. თუმცა ისევე როგორც ბევრი ქართველი ვარსკვლავი, ლელა წურწუმიაც შორმანძილს საქართველოდან უცხო ქვეყნამდე გადის იმისთვის, რომ ისევ ქართულ პუბლიკას წარუდგინოს საკუთარი შემოქმედება. ძირითადად უფრო მეტი კონცერტი ისრაელში მიმიცია და თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ქართველი ებრაელები. ჰოლანდიაში უკვე იყვნენ ქართველები. ნიუ-იორკშიც ქართველები იყვნენ. ეს ის კონცერტები, რომელიც დარბაზში ჩატარდა. სრულდება ქართული რეპერტუარი და ითხოვენ კიდევაც, რომ სასურველია, რომ იყოს ქართული სიმღერები უფრო მეტი. ბევრისგან განსხვავებით, ლელა საკუთარი საქმიანობისადმი საკმაოდ ობიექტური დამოკიდებულებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ არ არსებობს მის საზღვარგარეთული ვოიაჟების შესახებ მონათხრობში ცნობური გაზვიადება და შეუსაბამო აღწერა იმ ადგილებისა, სადაც ზოგჯერ ხდება ხოლმე მომღერლების მიწვევა. ძირითადად გარდა იმისა, რომ მე დარბაზში ვაძლევ კონცერტებს და უშუალოდ ისრაელში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, ამის გარდა პირად ესე ვთქვათ, საოჯახო დღესასწაულებზე ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ეს იქნება დაუშვათ ქორწილი, ეს იქნება დაბადების დღე, ეს იქნება არ აქვს მნიშვნელობა. ანუ და აი ძირითადად როცა მე მივიდივარ დაუშვათ იუბილეზე, ისრაელში არის ულამები. ესეთი სახელწოდება აქვს, ძალიან ლამაზად მორთული დარბაზები, საკმაოდ დიდი. და აი როგორც ჩვენთან დაუშვათ ტარდებოდა ხოლმე დაუშვათ ბერიკონში კაფე საღამო, ან იგივე სარაჯიშულში, აი ესეთივე საღამო ტარდება, ოღონდ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით. აჩიკო მეფარიძე გარდა შორეული ქვეყნებისა ყველაზე ხშირად ახლო მეზობელი აზერბაიჯანის ხშირი სტუმარია. ბაქოში მას თითქმის ადგილობრივი შოუ ბიზნესის წევრად თვლიან. მისი სიმღერები რადიო ათეულებში ხვდება. ქართული ცნობილი სახე საკმაოდ ხშირად ჩანს იქაურ მუსიკალურ თავყრილობებზე, სხვილ თუ შედარებით ვიწრო წრეში გამართულ კონცერტებზე. ან ტუსოვკა, ან რომელიმე მომღერლის დაბადების დღეა, ან შემოქმედებითი საღამო და გეპატიჟები, ან ახლა ამას წინათ როდესაც ვიყავი, იქ არის ძალიან ისეთი საინტერესო ტოკ-შოუ. მე ვიყავი მესამე მომღერალი, რომელიც მიმიწვია, ეს იქ მესამე კვირაში ერთხელ არის. იყო კიდე ვაგიფ მუსტაფაზადეს შემოქმედებითი საღამო იუბილეი იყო უბრალოდ და იქაც მიწვეული ვიყავი. ესე იგი მე ამით რა მინდა თქვა ის რომ როდესაც
აი ესეთ კონცერტებზე და შეხვედრებზე გიწვევენ, ესე იგი ალბათ მაინც რაღაცა მათი რაღაც ნაწილს წარმოადგენენ მათი შოუ ბიზნესის. ისევე როგორც უმრავლესობისთვის, აჩიკო მეფარიძისთვისაც ნაცნობია რუსული სცენა. აი მაგალითად მოსკოვში როდესაც მქონდა კონცერტები, იქ ვღებულობდი მონაწილეობას რუს ვარსკვლავებთან ერთად, როგორც ესე ვთქვათ საქართველოს წარმომადგენელი და იქ ესე იგი ეს იყო კობზონი, იყო სტაშევსკი, კატია ლელი, ადვეტი მაშენიკი, ვიაგრა, ტატუ, მოსკოვიდან წავედით დონეცკში, გადავფრინდით, ეს იყო რაღაც მოსკოვი დონეცკის დამეგობრების რაღაც დღესასწაული, სტადიონზე იყო კონცერტი და აი პირველად შევასრულე მაშინ სიმღერა ნიგრუსტი და ეს თელი ეს ვინც იყო იმაზე რა თვითონ მოედანზე ახალგაზრდობა ნიგრუსტია და იქიდან შემოვიდა ის ცეკვა სწორედ აი აქ თბილისში აი ეს მოძრაობები რაც იქ ტელევიზორში მე ტელევიზიის მეშვეობით ვინც ნახა რუსულ გარემოში გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება თამუნა ამონაშვილმაც. ივერიის სკოლა გამოვლილმა გამოცდილმა გასტროლიორმა რუსეთში საკუთარი კონტაქტებით საკმაოდ დიდი დრო გაატარა. მოსკოვში მე სცენაზეც მქონია კონცერტი და აი პატარ-პატარა ტუსოვკებზეც ასე ვთქვათ, მაგრამ ისე დიდ სცენაზე როგორც ერთი რასიაში რომ გამოსულიყავი ეს ჯერჯერობით იყო ამაზე ლაპარაკი რომ ბატონო და ნიკოლაიშვილს უნდა ჩაეტარებინა მისი საკუთარი ალბომის პრეზენტაცია, მაგრამ ნუ რატომღაც ეს ვერ მოხერხდა ჯერჯერობით, მაგრამ არის ამაზე ლაპარაკი რომ ეს ჩატარდეს. მაგრამ მე მქონდა კონცერტი ივერიასთან ერთად, რომელიც მართლა დიდი ბრუნვით ჩატარდა. ეს იყო ფიროსმანი. ძალიან მიხარია რომ მე მოხვდი რასის სცენაზე. ქართველი მომღერლები ინდივიდუალური მოწვევით თუ კომპანიის დახმარებით პერიოდულად ევროპასაც ლაშქრავენ და ოკეანის გაღმა ქვეყნებსაც. თუმცა ამგვარი ვიზიტები ჯერჯერობით და იმედია არასამუდამოდ უცხოური პუბლიკისთვის არ ტარდება. სამამულო შოუ ბიზნესის მესვეურთა შემოქმედება ყოფილ თანამემამულეთა ნოსტალგიის შესამსუბუქებლად არის განკუთვნილი. ვერავინ ვერ იტყვის ალბათ იმას, რომ ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ უცხოელი მსმენელისთვის. ჩვენ მივდივართ იქივე ქართველი მსმენელისთვის. და ეს ქართველი მსმენელი, როდესაც მოდის საზღვარგარეთ ჩვენს კონცერტზე, მოდის ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მას უყვარხართ და ხარჯავს ფულს და მოდის რომ მოგისმინოს. ეს არის მონატრება, ეს არის ნოსტალგია, ეს არის სიყვარული და ყველაფერი ერთად. ამ ხალხისთვის რაღაცა შემაერთებელი ესე ვთქვათ, საკონტაქტო პიროვნება ხარ შენ, რომელსაც ჩააქის ის სიმღერები, რაც მათ უყვართ და აი ამ შენი სიმღერით ისინი განიცდიან იმათუ ამ რაღაც განცდას, უფრო მეტად აი განცდასთან, უფრო ნოსტალგიასთან დაკავშირებულია. მდინად კარგად არიან განწყობილნი ჩვენდამი, რომ ემოციას ვერ მალავენ და მათთვის ნებისმიერი უკვე ესე ვთქვათ ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერა მისაღებია და ძალიან თბილი მაყურებელი, არაჩვეულებრივი მაყურებელი. სამწუხაროდ უბრალოდ საქართველოში რჩება ჩვენივე შემოქმედება იმ დოზით, რა დოზითაც აკეთებ და არ გაქვს საშუალება რომ ეს განავრცო და სხვა ქვეყნის მსმენელმა, არა სხვა ქვეყნის ქართველმა მსმენელმა, არამედ უბრალოდ აი იქ მაცხოვრებელმა მსმენელმა ეს მოისმინოს, აღიქვას, გაიგოს. სანამ უცხოელი მსმენელისთვის ქართული საესტრადო მუსიკა ან ნებისმიერი თანამედროვე მუსიკალური მიმართულება აქტუალური გახდებოდეს, ქართველი მომღერლები ცდილობენ კმაყოფილება გამოხატონ ჯერჯერობით არსებული საზღვარგარეთული ვიზიტებით. და თუ უკმაყოფილება მაინც გაჩნდა, გაზვიადებული წარმოდგენა მაინც არ შეუქმნან ქართულ საზოგადოებას ყველაფერი იმაზე, რაც სამამულო შოუ ბიზნესის საზღვრებს მიღმა ხდება. არ არსებობს, აი მე დაუშვათ დღეს ჩავატარე როტერდამში კონცერტები. ზუსტად კონცერტი რო დამთავრდება, უკვე თბილისში არის დარეგები. და ინფორმაციას აწვიან თავიანთ ახალგაზრდებს. აცელა არაფერი არ იმალება. არავინ არ თქვას. რომ რამე დაიმალება, დაუშვათ გინდა კარგი იყოს, გინდა ცუდი იყოს. ისე ტყუილი ეს არ არის ლამაზი, იცით? არანაირად თვითონ შეურაცხყოფელი არის შენთვის. იმიტომ რომ თუ ტყუილში გამოგიჭირეს, მე რაც არ უნდა მოხდეს, არავინ არ გენდობა. აზრი არ აქვს, მე მგონი ამის არავინ არ აკეთებს ალბათ.
არა, ხანდახან ალბათ აკეთებენ. უბრალოდ ვიცი კიდევაც. მაშასე პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პრეს-პრესი და დღეს ჩვენი სტუდიის ფარგლებში შევეცდებით ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ხდება ეროვნული შოუ-ბიზნესის საზღვრებს გარეთ, ანუ ვეხებით ქართული თანამედროვე მუსიკის, ასე ვთქვათ, საზღვრებს გარეთ გატანას. იმის შესახებ თუ რამდენად საინტერესოა უცხოელი მსმენელისათვის ქართული სიმღერები, რა მდგომარეობაში უწევთ მუსიკოსებს გასტროლების ჩატარება და საერთოდ რა გამოცდილება შეიძინეს მათ უცხოელებთან შემოქმედებითი კონტაქტისას, ალბათ ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ, რა თქმა უნდა, ასევე პრეს-გუნდის დახმარებით, ასე რომ დავიწყოთ და ტრადიციულად ლალი ფაცია დასვას მე მგონი პირველ შეკითხვას ის. მადლობა. ლალი ფაცია ჟურნალ თბილისელების აღამშვიდობის მოგესალმებით. თუ შეიძლება ლადოსთან ექნება პირველი კითხვა. მე მგონი თქვენი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ წავიკითხე ბოლო 2 კვირის განმავლობაში და იქ იყო ასეთი განაცხადი, სათაურშიც იყო გამოტანული ქართული შოუ-ბიზნესი არის მთხლე, ასე ვთქვათ. არც მეტი, არც ნაკლები. აი მე მაინტერესებს მართლაც ასე, არაფერი არ არის ღირებული ქართულ შოუ-ბიზნესში თუ აი რა გაძლევთ ამის საფუძველს. თქვენ როგორ? მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამიტომ. თუ ჩემთვის არის რაღაცა ღირებული, ახლა ნუ მომთხოვთ კონკრეტულად დასახელებას. იცი რა არის, რომ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ესეთი საქართველოს ჟურნალისტიკა საერთოდ როგორ თვალსაზრისით, რო კრიტიკა საერთოდ, ხო? არიან ჟურნალისტები, რომლებიც მოდიან და გეკითხებიან ჰოროსკოპებს, რა საჭმელი გიყვარს, ვისთან იწექი, ვისთან. არა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, სხვათა შორის მუსიკალური თვალსაზრისითაც და ისე სავსე ინტერვიუ იყო, არ იყო ჰოროსკოპებზე საუბარი. კი, მაგრამ მე ასე ვთვლი, რომ არა, თვითონ მაგ ჟურნალთან დაკავშირებით მე ვლაპარაკობ საზოგადოების საუბრებს, ხო? საზოგადოების არ არის ესეთი რაღაცა, რომ ჟურნალისტი მოვიდეს და დალის ესეთი კითხვა, რომელიც ანვითარებს მუსიკას. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მუსიკა ანვითარდება. და ყველა საინტერესო სკანდალური მომენტები არ ინტერესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქართული თანამედროვე მუსიკა რაც არის, ეს არის დამზუყველი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საერთო, რომელსაც არავინ არ ცდილობს განვითაროს, ჩაკეტოს ისე, რაც რაღაც გარკვეულმა ხალხმა მოიპოვეს და ის ხალხი მე ემიგრაციის წავიდა, დარჩა აღარ რაღაც დონეზე ვეღარ მოჩანა ისე როგორც საჭირო არის და ეს ხალხი არის ის უბრალოდ ამ ყველაფერს უკეთებს როგორ არის განსხვავებული აი ბარი გაიყო ჩაშკა ესეთი რა და ისოდენ განაი ფაიერის ასპირინი არის ჩაშკას ასპირინი ისოდენ და ამ რუსთავის ტერიტორიაზე ამ ყველაფერს აფარიდებენ რა ყიდიან და არაფერი არანაირ ნაბიჯს არ გაგონებს ეს რომ ხალხთან შევიდნენ თუნდაც საწინააღმდეგო აქცი იმიტომ რომ უკვე ავტომატურად ისნაცხო ფინანსებს კარგავენ და ასე შემდეგ ასე შემდეგ მე რა ვიცი ეგ ხალხს პატეს აღწევდა რა გასაგებია აი პროდუქტი რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ზოგადად არ შეიძლება უცხოეთში გავიტანოთ იმას უცხოეთში კი არა როგორ არის თბილისის ნორმალური კაცი არ ეწევს მაგალითად თქვენ გააქვთ მაგის იმედი, რომ აი ხოხელებს ყველა ამბობს, რომ საქართველოს ქართველებთან ჩადიან და ისწავლე იყიდიან იმ პროდუქტს. მე არ მგონია, რომ რაღაცა თუ გადაუდის ხასიათზე არა, ვიღაც უცხოელი ეს სტაფეტა შეიძინოს და იკაიფოს ამას. კარგი, უცხოეთში როგორი მუსიკა იყიდება ქართული იმაზე? უცხოეთში იყიდება ეს მუსიკა, ისი რა არის? უცხოეთში როგორი მუსიკა გაიყიდება ქართული თქვათ, ხო? ეს უნდა იყოს სადღაც რაღაც ფოლკლორიდან ამოსული და განვითარებული იმ გზაზე, რომელზეც ისინი არიან, და იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ხარ უბრალოდ, ხო? და ის რაღაც რესტორანის ბაირამული მუსიკაც რაღაც დაზიური და არა, ხო, რაღაც ეს არ არის ფოლკლორის ხასიათი. ხო, და მე ასე ვფიქრობ, რომ უფრო უნდა იყოს ექსპერიმენტები ბევრი ამ ფოლკლორთან და ამ თანამედროვე მუსიკას შორის გადამკვეთი ხაზები და უნდა იყოს მოიცანს ის მუსიკაში ვისი გაკეთებული არის. ის რო შეხედა, ხო, ეთქობა რა იმას, რომ ის მართლა განიცადა ეს თუ პროსტა ხალტურაზე ხალხის მოსაყვანად დაწერა რა ეს სიმღერა. და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ სამივე თუ შეიძლება სამივე განსხვავებული მუსიკოსი ერთმანეთისაგან და აი ვარსკვლავი ძალიან ისე დამკვიდრდა ჩვენს იმაში რა ვიცი ცნობიერებაში თუ რა ვიცი ცხოვრებაში და აი თითოეული ამ ვარსკვლავში რა განმარტებას დებს და რა ნიშნავს ვარსკვლავი ჩვენ სინამდვილეში ქართულ სინამდვილეში. უნდა იყოს ჩვენ რა ვიცი ძალიან მომეწონა ეს ისტორია ირამ მოყვა პანაროსკენ რა დაპროლებზე ვიყავით ერთად გასული პროცესთან ერთად და ისე ბრატო იყო ფილიპ კირკოროვი და ირა პანაროსკაის შორის ეს პერიოდი რო არ ელაპარაკებოდნენ რომ რაღაც გალა კონცერტი იყო და სცენაზე სადრემიო რო თურმე იძლევა პრესტიჟული
ფილასეს მიუწიეს ერთი სართული დაბლა. და ამოსულა და დაუქვია ფოკუსი პატარა გოგოთილა განიდა და დაუქვია პრესი რომ შენ როგორ გაბედეო და რაღაც იმას შეგოძო. გამოდის ირა რაც უღირებაა ჯოთი შეიძლება გაკეთა იაზრის და ანაღოთას Ты Джексон знаешь что? Ну знаю, а он тебе не знает. Ничего не рассказывал. Варсклавы даже не сатуются. Что аксуха популярული და რაღაცა შეცვლილია. ვარსკლავები. Ну, როგორ გითხრა, ადგილობრივი ვარსკლავები. საქართველოს 3 მილიონი კაცი არის საქართველოს, ნუ ყველა ვარსკლავი არის. თუ შეადარეთ ახლა ამერიკის მასშტაბით 200 მილიონი ცხოვრობს 250-ით 3 მილიონი დავიბალოთ ვარსკლავები ხალხი. გასაგებია. და ვახორას იწვის. არა, მე არ ამგონია, რომ ვარსკლავის ინდაგების გადაღებისას, ну, საიდან შემოვიდა ჩვენთან ეს სიტყვა, ხო? რეალური შოუ-ბიზნესის სამყაროში, დასავლური შოუ-ბიზნესის სამყაროში, საერთოდ. ну, ეს არის ისეთი თამაში ჩვენთან საქართველოს, როგორც სხვა ბევრ რამეში, თუნდაც საკონდო პოლიტიკაში იყო და თუნდაც საერთოდ ეკონომიკაში შეიძლება ეხლა არის ეს თამაში. ფსევდო. ხო, რაღაც ეს ფსევდო სამყაროს ისმიან პატარა ესე საწავს შემისაგრე. იგი ჩვენ ვარსკლავი ვარ და აი ვარსკლავი ვარ და ამიტომ ხელოვნურად ფსევდო პოპულარობა იგივე ფსევდო შემოქმედება საერთოდ შეიძლება ამას ეს სიტყვა ეტყოდოს, რაც შემისაგრით ხდება და არავის აწენი არ იყოს, ჩემი აზრია ის რაც ნახეთ სიუჟეტში. აი ეს არის, ну, ამ ხალხს აკმაყოფილებს ეს და ალბათ იმათ ვინც მათ ვარსკვლავებად ხდიან და დადიან მათ ფსევდო კონცერტებზე და ედულობენ მათ თანატებს. მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა ნანას შემდეგში. გამარჯობათ, ნანა ჩვენი გაზეთი ქრონიკა. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა გულახდებობა რეკლამაში, პრესპრესის რეკლამაში, მაგრამ მომხიბლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არც ამბობს, რომ სადღაც აი რომ მიდიოდნენ თავიდან. სად უწევდათ გამოსვლები როგორ დარბაზებში ან თუნდაც თუ გამოდიოდნენ ისინი ქუჩაში. თემო, თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ რამდენიმე 2 წლის წინ, მაშინ როდესაც ჟლანაემაია იყო ესე პლაჟებზე ტრიალებდა, გահიტებული იყო იმ პერიოდში, შეიძლება ითქვას ჭყალებშიც თუნდაც. თქვენ ამბობთ, რომ აი ამ სიმღერამ მოსკოვში, რუსეთში, რა ვიცი, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და თქვენ მიღებული ხართ ელიტაში, ასეთი ჩვენს გაზეთ-ქრონიკაში ყავს ინტერვიუ და თქვენი ფრაზა არის სულ ასეთი, თქვენ ხართ პოპულარული, რადგან თქვენ მიგიღეთ იქ ელიტაში. მე მაინტერესებს, თქვენი კონცერტები იქ სად იმართება? ჩემი კონცერტები იქ იმართება კლუბებში, თავიდან დავიწყე შეჰერეზე და იყო რესტორანი კაფრონი. პირველად უჩავდი დავიწყე იქ. რაც შეეხება რუსეთში გახიტებულ ჟილანაეს, ამაზე ია იმიზე უფრო კარგად გეტყვის, იმიტომ რომ ეს არის ციფრები მისი აქსანა პუშკინასი. რომელმაც თქვა უბრალოდ რომ ვიკრიბები თქვა ეს იქაური თეატრალური მომენტია ასე თქვა. ну იწყება ჟილანაესი, თავდება ჟილანაესი, ეცი ანისანი პალუბილი. და სხვათა შორის და სხვათა შორის ზეგი გინდა პალეში და გინდა როგორც გინდა და ეს სიმღერა გახსა სანამ კლიპი გადაიღებოდა მანამდე გახსა პოპულარული ახლა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მე თვითონ მოსკოვში ვიყავი და რო ჩამოვედი აქ დამხდა რაღაცა ესეთი ჩანაწერების ბაზრობებზე იყიდებოდა და ასეთ რაღაცებს მე არ ჩამიგია მაგაში არავის არ ის რომ გინდა თუ არ უნდა დავახსოვო ან თუნდაც იგივე მეორე მოვერკე თავისი და არც კლიპი არ არის ჩვენ საქართველოს ცალკე საკითხი ჩვენ საზღვარგარეთ გასტროლებზე და თქვენს კონცერტებზე საზღვარგარეთ. საერთოდ თქვენი აზრი მაინტერესებს სამეცნიერო გასტროლს რას უწოდებთ თქვენ? აი რა არის თქვენთვის გასტროლები და თქვენ სადაც დადიხართ ამას გასტროლებს თუ უწოდებთ? მე მაგალითად ჩემ მოსკოვში ყოფნა გასტროლებს არ უწოდებ, იმიტომ რომ ერთ ქალაქში ხარ 11 წლის განმავლობაში ეს გასტროლები არ არის. გასტროლები იქიდან მქონია ახლა ლუკოილის ქალაქია, ეს კაგავლინი თუ არის, აი ის კონდა კონცერტები პიტერში დაგვიყვანეთ, სამთავრობო კონცერტები იყო, ახლა მიდიხარ სხვა ქალაქში და რამოდენიმე კონცერტი იყო დაგეგმილი, მას უკვე გასტროლები. თუ სადღაც ეს კონცერტი? ლენინგრადში ვისა რა ქვია ხა უბრალოდ ერთი კითხვა, თქვენ გასტროლებთან დაკავშირებით თქვენი მიპასუხებთ მე, მაგრამ რესტორანში კონცერტი, ეს კონცერტია, ეს არის ხალხის აი
ამასვის დროს ხალხის გართობა როგორც არ მე მოვიძახე რომ პირველ დროს მაგალითად რესტორანში მე კონცერტებს ვატარებდი რაღაც ნუ რესტორანში უკრავდი უწოდებთ ამას კონცერტს თუ აი რას უწოდებთ ეს კონცერტია როდესაც რესტორანში დგეხარ პატარა სცენაზე და სხვა თემამ დაიწყო საუბარი იგივე აი ლენინგრადში როცა იყავით გასტროლებს რასაც უწოდებთ ხო იქ იყო საკონცერტო დარბაზში იქ იყო მე ჩასვლა იყო სამთავრობო კონცერტების პიოტრ პერვიზე გენძე ფონდა რამოდენს 3 დღე ცხოვრობდი 3 დღე მეზღვაურებისთვის კონცერტები ტარდებოდა შემდგარა კიდევ ბევრი იყვნენ წამოსულები და რაც შეეხება შეფერეზადაში მე მუშაობდი მე რო ჩავედი $100 მქონდა ჯიბეში და რაღაცას უნდა მეცინა თავი და რაღაცა უნდა დავფუძნებულიყავი ხო და სპატიშორის რესტორანი რა არის შეიძლება სცენაზე იმღერო ის სცენაზე იმღერო სარესტორნო პროგრამა შეიძლება რესტორანში იდგე და დაუკრა ის მუსიკა რაც შენ შეამოვე და იზულო ხალხი მოგისმენო იმ მუსიკაზე არა აქვს მაგას მნიშვნელობა ვერ დაგეკახმები რომ რესტორანში კონცერტი არ არის კონცერტი მე არ ვთქვათ რომ კონცერტი არ არის უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებდა ეს ამას კონცერტიდან ხო ანუ გასტროლებს რესტორანში კონცერტი არა უფრო გასტროლები ნებისმიერ ადგილას კონცერტია ის ამ სვავენ არა აქვს მნიშვნელობა საკლუბო ხო ესე დაიწყო თანამედროვე მუსიკა კლუბებში და ეს არის ჩვეულებრივი თემოს რემარკ უბრალოდ რატომ ხაც ისე დაემთხვა რომ ზუსტად რესტორნებში ასრულებენ ყველაზე ხშირად ჟელანაეს და მულატკოს ეს იმ სარესტორანო მუსიკა ავტოუკლები რო არსებობდი თავდა ძალიან კარგად მოვიდი თავს მაგრამ რაც ეხება გასტროლებს ჩემთვის არის ეს ზოგადად ესეთი ძველი სიტყვა რაღაც კომუნისტური რაღაც ვია 75-ის გასტროლები მაშინ ტურნე თუ რა აი ტური უფრო მისაღები ჩემთვის ვიღაც შინაარსი რა თქმა უნდა არ განსხვავდება არც ერთი სიტყვის ორივე შინაარსის სიტყვა ნებისმიერი საკონცერტო გასვლა ქვეყნის გარეთ არის ტური თუ გასტროლი თუ რაც უნდა უწოდოთ ანუ ნუ ერთი კონცერტი ნუ იგივე ერთი კონცერტებსაც გასვლა უკვე გასტროლია ბატონო შერასწრებთ კონცერტი ხალხებში საერთოდ რა არის გასტროლი ტურნე თქვენ მე თუ არა რომ იგივე რესტორანში ან ბარში გამოსვლა არის გასტროლი τι არის რა ვიცი მაგაზე არ მისვლა ტურნე გასწია გასტროლი გასწია და მიდივარ და რაღაც კლუბებში არის უკრავ რაღაცები ხდება ეს რაღაც აი ის არის რა თქმა უნდა ხო ის ის გასტროლები და დადიოდნენ ხალხი და რაღაც საბჭოთა კავშირი ატყობდა ესეთ ფონიზებებს რომ ყველაფერი გარანტირებული ქონდა მე ის არ ვიცი ხვალ რა მოხდებოდა ხა ესეთი რაღაცა არის რომ ქვეყანაში სადაც ჩადიხარ ხო იქ ყველა კლუბში თუ პროდიუსერი არ აქვს თან მენეჯერი ასაც რომ მოგიწყობს ამ კლუბებში ფონიზებებს შენ თვითონ დაირბინო შენ თვითონ და გააკეთო შენ შეგვიძლია გადაადგილება მოახდინო თქვა წახვიდე გერმანიაში ან ჰოლანდიაში ან სადღაც ხო და იქ მე შენ თვითონ დაირბინო და აკეთო ეს კონცერტები რომ მე არ ამგონია რომ ქართულ მუსიკას პროდიუსერები ყავდეს ეს ძლიერი რომ უბრალოდ ამას გაუკეთოს პრომოუშენი და ვიღაცას ეს რაღაცაში დაჭერდეს უბრალოდ. აქედან გამომდინარე, ნუ შეიძლება რუსეთში ესწრება რუსულ ენაზე მღერი ხარ, თორემ რა ვიცი, მე არ ვფიქრობ რომ ქართულ მუსიკას შეიძლება გასტროლები გააკეთოს დასავლეთში, ხა ისრაელში და იქ სწავლოთ შეუძლია, მაგრამ აი არსებობს საკლუბო ტური. ხო, აი ეგეთი რაღაც საკლუბო ტური არის, დიდი ტური და უშოთ სტადიონებზე ესე მოდენ არის. საკონცერტო ტური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად მაკლახენის კონცერტი ვნახე კლუბში. ხო, არა, დიფერენცირება ხდება მაგრამ. დიფერენცირება ხდება თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით და შესაბამისად სახელის ერქმევა, იმიტომ რომ იმას გაცილებით შეიძლება სოფლიო ტურს შეიძლება და სოფლიო ტურს გაცილებით დიდი ორგანიზება და თანხები ჭირდება, სტადიონებზე ჩატარება და ასე შემდეგ და საკლუბო ტურს დაუშვათ პატარა ქვეყანაში გაცილებით ნაკლები, ხო და ამიტომ საერთოდ უნდა გეტყვი როგორ ხდება. შემოქმედება ესია. გასაუბრებელი უნდა გაგაწყვეტოს შემდგომში რეკლამის დროს საუბარს ვურამდე. ოკეი, პრობლემა არ აქვს. დავით მაშინ ეთერშია ток-შოუ პრესი თემით ქართული მუსიკოსების საზღვარგარეთ ჩვენი სტუმრები არიან თემურ ცხილაძე, ვახო ბაბუნაშვილი და ლადო ბურდული. გავახსენებთ შეწყვეტილ საუბარს ნანა. და კიდევ ერთი კითხვა საზღვარგარეთ დასავლეთში თუნდაც რუსეთში თქვენი მუსიკა თითქოს განსხვავებული რადგან თქვენი მუსიკა რამდენად იყიდება, აი როგორ ყიდით თქვენს მუსიკა, აინტერესებთ თუ არა თქვენი აზრი? ლადო, ბარაშევანდა. ჩემი მუსიკა იცი როგორი რაღაცა არის, რომ მე ვარ საერთოდ არაკონფორმისტული ადამიანი და არაკომერციული ადამიანი. აქედან გამომდინარე მე დისკებს ავწერდი და ვფიქრობდი, რომ ცოტა უნდა დაუკრა, რომ ეს ნამდვილი იყოს და ცოტა უფრო რაღაც სხვა მიმართულებებით ვამთავრებდი ყველაფერ ამას. ახლა მივხვდი რომ საჭირო არ უნდა ჩაწერო ეს კასეტა და მოასმენო ხალხს რომ ყველაზე კრუტო იქნება სიტყვა
ხო? თამას გავაკეთე. ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ну სიტუაცია რაში არის, რომ მე არასდროს არ მქონია ეს მომენტი, რომ კასეტები რომ სადღაც ვიღაცა დაინტერესებული. მე თქვენ ჩავდივარ ყველგან და მე თქვენ თავაზობ ჩემთან. მაგრამ როცა თავაზობ მე ეს პატიშებს საინტერესო ჟურნალისტებს, რომლებმაც 100 თვისე ჩემს შესახებ იციან. და უკვე ისინი მიგეთებენ რაღაც გარკვეულ იმათ მოყავს კიდე სხვა ტიპები, ის ტიპები კიდე ინტერესდებიან, მე ისინი მიძახიან თავის კლუბებში და ესე ხდება ძირითადად. ჩემს მაგალითზე, ხალხმაგალითზე არის. თუმცა უკაცრავად, მაგრამ მე ვიგულისხმე გაყიდვაში ასევე კონცერტებით და ის თქვენი დაინტერესება იქ რამდენად არის ანუ როგორ ხო, ანუ ყველაფერს, როგორ რამდენად ინტერესდებიან დასავლეთში და რუსეთში თქვენი მუსიკით და არის თუ არა იყიდება თუ არა ეს მე შემიძლია ჩემი თავზე ვილაპარაკო ქართულ მუსიკაზე საზოგადოებრივ ვერ ვილაპარაკო ოკეი მე რო ჩავდივარ მაგალითად ნუ იგებენ რომ საბჭოთა კავშირი არის ეგეთი რაღაცა ხო და იქიდან ახლა საქართველოს რაღაც დასაწყისში 99 წელს ყველასთვის საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყავი და აგეგმე და რო ჩადიან და რო გზნობენ რომ შენ იმას უკრავ რაც იქ არის აქტუალური ხო იმიტომ რომ ვერ გებულობენ რომ იმ ქვეყანაში სადაც უბრალოდ იციან რომ სხვა ინფორმაცია აქვს მიღებული შენ შეგიძლია ზუსტად ის რაღაც დაუკრა რაც იმათის აქტუალურია თუნდაც კითხვები არ ექნება განწყობი და ენერგიით იღებენ ხო და მე სადაც დამიკრია რა ვიცი ყველგან მეუბნებოდნენ ჯიგარი ხარ და კითხვები არის ისე რომ ვახო ჩვენკენ ნახდება თქვენ რამდენიმე ხნის წინათ იყავით გასტროლებზე ხო ინგლისში და იქ როგორ სიტუაცია მადლობა ხშირად დავდივართ და ჯერჯერობით რაღაც ინტერესი არის. ეს რაც შეეხება დისკებს, არაფერი ამაში დასამალი არ არის. მე არ ვიცი ქართველი მუსიკოსი, რომლის დისკი დევს ქსელში. თუ ინგლისში მე არ ვიცი მელუას თუ არ ჩავთვლი. და არ გერმანიაში ჯერ არ გამიგია. ასევე ჩვენი რა თქმა უნდა არ დევს ქსელში, ანუ მაღაზიებში თუმცა ინგლისის მაგალითზე ამის გაკეთება არის ძალიან მარტივი, სულაც 2000 ფუნტი გჭირდება მე პირადად ნებისმიერს ვისაც აქვს რაღაც პროდუქცია და არსებობს უამრავი ასე ვთქვათ დისტრიბუტორი და აზრი აქვს ფირმა აი მაგაშია საქმე აზრი არ აქვს იმიტომ რომ თუ არა გაქვს რეკლამა თუ არ გიცნობენ და თუ არა გაქვს სერიოზული ტურინგი გასტროლები ინგლისში მე ახლა ბრიტანეთზე ვილაპარაკებ იმიტომ რომ იქ დავდივარ ბოლო დროს და ნაკლებად გავიცანე სიტუაცია. მაშინ ის დისკები ისევე იდება იქ როგორც გადადა 2000 ფუნტის გადაგდებული გექნება. ანუ ჩვეულებრივი ბიზნესია და იქ ის სულთა დასასრულელია კალკულაცია როგორც ეძახიან. ისე კონცერტებზე ნუ რა გითხრა ახლა საკლუბო ტური იყო ჩვენი წინა მაგალითად და ვიყავით 21 დღით ჩასულები პატარა საკლუბო ტური იყო ვიყავით 21 დღით ჩასულები და სხვადასხვა კლუბებში 19 კონცერტი ქონდა სხვადასხვა კლუბში. ანუ საკმაოდ ინტენსიური იყო და თითქმის ყოველ დღე უკრავდით. კლუბები იყო სადღაც 200-300 კაცის ოდენობით, საშუალო კლუბები ასე ვთქვათ, სადაც უკრება მუსიკა, მაგრამ ისეთი კარგი კლუბები იყო, იმიტომ რომ ნუ ისეთი კლუბებია, რომელთაც გაწერილი აქვს დაუშვათ 9 წლის მთელი პროგრამა და იციან ვინ ჩამოდის წინასწარ და საკმაოდ კარგი მუსიკოსები არიან იმ კლუბებში უკრავენ და დაუკრავენ კიდე ალბათ ჩვენ იმედი გვაქვს კიდე დაუკრავთ. აი ამ ტიპის ეს არის საკონცერტო ტურინგი და ამაზე დადიან თითქმის ყველა აი ბოლო ტურზე მე არ მახსოვს რომ გაჭედილი არ ყოფილიყო დაუშვათ კლუბები სადაც ვიყავით და არა იმიტომ რომ უბრალოდ შემთხვევით მოვიდნენ ამასაც ვიტყვი შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟერდეს მაგრამ ვიტყვი რა რაც არის ხო ამის წინა ტურზე უკვე იცოდნენ ის დაპროული ქონდა და იცოდნენ დაუშვათ მეტნაკლებად ვინ ჩაიმოდის ჩვენ დისკებს ყიდით კონცერტებს ყველა დისკი იყიდება კონცერტებს სიტუაცია მე როგორ პირდაპირ ყიდის სიმღერებს ასევე ალბათ ნორმალურ არ არის ახლა კლუბში როცა მიგიწოდა რომელიც ვიღაცა გაფრთხილდა რომ შეგიკვეთავენ და დაუწერდნენ ფულს გადაგიხდიან. და ისე კიდევ ახლა რაში საერთოდ მოსკოვში თქვა რაღაც ფულში დაგიკეთა შენმა დირექტორმა ეხაურმა და მიგიყვანა და გამოყვები ხო? თქვენ კლუბში კიდე მეორეჯერ დაგიძახეთ ისე იგი უკვე დაინტერესდა შენი და არის რამოდენიმე კლუბი მათეთი მოსკოვში სადაც ისე ხშირად
და აუდიოკასეტები ან დისკები თუ იყიდო? აუდიოკასეტები და დისკები რა არის, რომ მაგას უნდა დიდი პრომოუშენი, მაგას უნდა დიდი ფული, რომ გაკეთდეს დიდი რეკლამა, რაც ყველაფერი საერთოდ რომ მოსკოვში რადიო, ტელევიზია ძალიან დიდი ფული ხდება. იყო შემოთავაზება პროდიუსერებისგან, მაგრამ საქმე ისაა, რომ წაიკითხავდი, არა იმდენად არ მომგებიანი იყო შენთვის, რომ მე არა ვარ ახლა 20 წლის ვიჭი, რომ რაღაც ენთუზიაზმი დავიდე და 50 დოლარზე ვიმუშაო თქვა. იგივე ტურნეში ხო? ამიტომ უბრალოდ არ მართლობა. ისიც არა. დიდი მადლობა. შემდეგ შეკითხვა ხატია. საღამოშობების ხატია შემოგია რადიო ფორტუნა. თქვენ აღნიშნეთ, რომ უამრავი გასტროლი თუ ტურნე გაქვთ, თუ გამოსვლები გაქვთ საზღვარგარეთ, ხო? თქვენ აქედან დაიწყეთ, რომელიც ქართული მომღერლები ხართ და პირველ რიგში თქვენი თუ დაინტერესებოდეს ჯერ ქართული მსმენელი და ქართული პრესა და მასმედია, ხო? მეინტერესებს აი ხო, გავიგე ძალიან ბევრი რამე, რომ თურმე გაქვთ ბევრი კონცერტები გამოსულ ხართ ამ კლუბში, იმ კლუბში. აი აქ რატო არ შეგხვდება თქვენი წარმატება? ეთქვათ ჩვენ ვიცოდით, რომ ლელას საჩიკოს იყო სიუჟეტი, სათქონად კონცერტი გაშუქდა, ჩამოვიდა ფოტომასალა თუ ვიდეო მასალა აუდიო და აი თქვენ შესახებ რატო არ ვიცით არაფერს? თქვენ ხართ ესეთი თამდავლები და სკრომნები თუ შეიძლება ჭალაში თუ შემიძლია გაგზავნოთ. სამივე რა თქმა უნდა. ოკეი, მაშინ საიდან გინდა და შენახურჩი. რატო არ შეგეძლო რა შემოგარდო რაღაც კლუბში რო გამოყვედი და ხო რატომაც არა თუ აქტივი რაუნდში გამოსვლა გაშუქდება იქ რომლებმაც უნდა დაინტერესო ახლა მე ვარ რომ აი თვით რამე თუ არ უნდა დაინტერესო რომ კლუბში გამოვა ადამიანის ჩვეულებრივი მოვლენა ის არის ლელამ ძალიან სწორად აღნიშნა რომ არ იმალება არაფერი და მე როცა გამოვა ვთქვათ რომელიმე ქვეყანაში იქედანვე იმ წუთში 15 წუთში ზარებია რომ აი გამოვიდა თქვენ შესახებ ნუ თუ არ არის ანახლობელი არ ესწრება იმ კონცერტთან ბიძაშვილი არ მამიდაშვილი რომ მოვიდეთ ხალხამდე და თქვენგან ან თუ თქვენგან მთელი საქართველოს ტრაგედია რა არის ისე ან მაგ ბიძაშვილი მამიდაშვილებს ამბობენ რატო გამოყვედი კონცერტში ანუ რატომ ასწრებენ საქართველოს არა რამე ესე კი არა ისეთ დაინტერესებას რო იწოდა ისეთი წარმატებული არ არის რატომ არ ხდება საქართველოს იგივე ის ხალხი მიდის დასასვენებლად რომ დრო გაატაროს და დაისვენოს და ამას სატელევიზიო კონცერტებზე აქ არა ხო და აი მას რა უნდა მოხდეს პრინციპში მე ვერ გავიგე აი თვითონ შეკითხვის ადრე ვერ გავიგე რატო არ ინტერესდება შენი კონცერტი ქართული პრესა ხო შეხო ქართული უნდა თქვენ თავს დაუშვათ შეხო ქართული ხარ ესე კითხვა თქვენ გეგუძნეს არა თუ არ ხართ აქტუალურები და იმიტომაც არ ვაშუქებ ნუ ეს უკვე თქვენი პრობლემაა თუ არ ვაშუქებ შეიძლება გავაშვე ინფორმაცია არ მოდის გამოხდა იქნება ეს ხალხი ფიქრობს ერთ რამეს რომ იქ რომ მე გამოვედი კლუბში ეს არღის პრესის ყურადღების ღირსად მოდი რეზო საქართველოში იმიტომ აჩი მე ფარიზე ყოველ დღეს განდა რაღაცა ნიუზპეპერში გაზეთებში და რაღაცა საკეთებს ანუ არ ხამოჩიტოს არ დაავადებულო შენ დადგეს და პრესა სურებოს ისი და ემარიაზო მე ეს გავაკეთე მე ეს გავაკეთე და უკაცრავად ამიტომ მართებულია და მე შეიძლება არ დაგეთახო რაღაცას ჩვენ, იმიტომ რომ ნებისმიერი გაპრომოუტერება, ხო, როგორც თქვი, ეს არის ჩვეულებრივი და აუცილებელი შეუძლებელი აუცილებელი მომენტი ძალიან კარგი რომ ისინი აპრომოუტერებენ ასე თავის თავზე თუ მე მაგალითად სიტყვაზე ჩვენ კლუბზე ვიტყვი რომ ჩვენ არ ვაპრომოუტერებთ ამას, ეს არის ჩვენი მინუსი. იმიტომ ეს უნდა გავაპრომოუტერო, იმიტომ რომ ხვალმე რომ რაღაცა იგივე კონცერტი მომიდები, გასლები ნაკლები ხალხი მოვა თბილისში და თუდია ჩემთვის იზარალე, ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მეორე არის რომ უბრალოდ რამდენად რეალური სურათია დაუშვათ ის, რაზეც არის ის ლაპარაკი, ხო? ეხლა ერთია სიმართლე თქვა, მეორეა ტყუილი თქვა. ეხლა მე ვიღაცა მიყვებოდა რომ ერთ-ერთი აი ეს ხო, ასე რომ გაწოლი, მაგრამ ნუ ერთ-ერთი აი იმათგანი ის იყო სიუჟეტი, რაღაც სადღაც ახლა სამოუტანია რაღაც მაღაზიაში ნაყიდი რაღაც თვითა პრიზი და ამბობდა რომ მე პირველი ადგილი ავიღე სადღაც და მე ესაბავი გასვლა თუ რაღაც ეთქობა
ხალბატონელა ამას გულისხმობდა ვიღაცა. ვიდეო მასალა ჩამოგეწია. კი, უბრალოდ ერთი მომენტი ჩვენ მაგალითად ვიტყვი, რომ ის ვიდეო მასალა რაც გადაღებული არის იმდენად უხარისხო და სამოყვარულო, რომ მე რაღაც თავს ვიკავებ დაუშვათ იმის წენებაზე, თორე ესეთი, თორე დაუშვათ ეხლა ჩვენი ფილმი უნდა გამოვიდეს DVD-ზე, რაღაც მოხეტიალე სოფიძეში ქვია, ჩემმა მეგობარმა გადაიღო, დიდი ფილმია სოფიძეში და იქ არის რაღაცეები არქივიდან ჩადებული, მაგრამ ეს ფილმისთვის სიტყვაზე, ხო? ეხლა ამ აი სექტემბერში ვაპირებ ჩვენ ისე ტურიზმის გასვლას დიდ ბრიტანეთში, საინტერესო ტურია და იქ ვაპირებ უკვე პროფესიონალურად გადავიღოთ, იმიტომ რომ BBC-ს დაინტერესებული ამ პროექტით და BBC-სთან ერთად ჩვენ უსვიდა გვინდა რომ მე დაკლავთ ხო, აი მერე უკვე რაღაც ისეთი მასალა რო იქნება გაჩვენები და ალბათ იმ მეტოდსაც გავუხატლებ ის შეუძლებს ამას რაც დაუშვათ იდუ ამ კითხვაში რომ რამდენად მასლებსა რამდენად სწორია იმას რასაც ამბობთ ხო და ეს რაღაცა გეტყვით იდეა ჩვენ მაგალითზე ბრიტანეთის დასვლა ძალიან ძირითადია და ამას ჩვენ ვანაზაურებთ ჩვენი ხალხის და არ ამგონია რომ მე უბრალოდ იმიტომ დავდიოდი იქ რომ დაგებაში ვიყო სულ და მე იმისთვის რომ აქ ვიძახო საქართველოს რომ მე კარგი კონცერტები მაქვს და მე შეიძლება სცენარი ვთქვათ მაგრამ ვიღაცა ამას უშეშებდა ხო რაღაცა როგორ შეიძლება ნუ შეხედავ საქმეს გლობალურად არა ლოკალურად ეს პოლიტიკა არის იმიტომ რომ არავის არ უნდა 3 მილიონი ქვეყანაში რომელიც ასეთი პოლიტიზირებული არის და ეს პოლიტიკოსი მაიმუნები თქვა 24 საათ ტელევიზორში არ უნდა ხალხს აწუხებდნენ ჩვენ გეჩახული დასავლეთ შეეკითხა ხანდახან ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება იცოდნენ მაგრამ პრეზიდენტის მეორე კაცი ვინ არის არავინ არის სიტყვაზე რო გითხრა ხო ნუ რეალობაში ეგრეა სიტყვაზე მარტო არა და აქ არის ძალიან პოლიტიზირებული და არავის არ უნდა თქვა მე ამბობ ლადო ბურდუზე არავის არ აკეთებს ეს და ეს 95-14 წლებში მოხდა ეს რომ როცა ცოტა უფრო მეტად როკ-ენ-როლის სცენა ცოტა უფრო მეტად გამოჩნდა, იქვე დაიწყო რაღაც პრესამ გარკვეული პრესი ყველაფერზე, რაღაცები რო ხდებოდა ამის შესახებ გარკვეული გაზიადებული გახმაურებები და ხალხის ხალხი დანახება რომ ესენი არიან ცუდი ხალხი. ჟურნალისტები მოდიან და მეკითხებიან შენ ხარ სატანისტი, შენ ხარ ვინ ხარ. ეს ელემენტარული ის არის, რომ ხალხს დაანახო, აი რახან გეკითხოს ხო, ესე იგი სადღაც სიმართლეც არის ამასთან ერთად, ხო? და ის როგორი მომეტერეს ხო პოლიტიკა. ახლა მე არ ვიცი ხა ახალი მთავრობა როგორ პოლიტიკას აჩვენებს, მაგრამ აი ეს პროდუქტი რაც დღეს თქვენ ხელში გიჭირავს და შეიძლება შენ მოგწონს არ ვიცი, მაგრამ მე არ მომწონს. ეს არის პოლიტიკის ნაყოფი, რაც ერქვა შევარდნების პოლიტიკა. და თუ აქედან გამოვაქვს, ხო, უბრალოდ ეს არის გასული მასებზე, რომ როცა პოლიტიკას დაჭერდება, ამ ხალხმა მოიყვანოს რაღაც ელექტორატი გარკვეული ხმების მოსარჩევად თუ ასე თუ ისეა. აი მე მაგალითად როცა იყო სკოლის საშიში მე ზურაზვანიას ხმა დავუჭე. ეს არ ნიშნავს რომ მე პოლიტიკაში ჩავერი ან რაღაცას დავუჭე. ეს უბრალოდ დავინახე რომ იყო დემოკრატიისადმი რაღაც გარკვეული საფრთხე, რომ თუ ამ კაცმა და ამ სცენამ არ გაიმარჯვა რაღაც დონეზე თემასთან ახლოს ძირითად თემას ცოტა გადავა. არა, ძირითად თემა არა, ნუ ყოფილი რომ პოლიტიკა არის ხალხის შოუ-ბიზნესი. და როგორი პოლიტიკოსების მოდიან ესეთი მუსიკა მოყავს. და თქვენ თუ ჩათვლით ახლა იმ ხალხს იმ ვიდი გამოვიდა სცენაზე როგორი ხალხი უსმენს მიხვდებით რომ ნახევარზე მეტი პარლამენტები და ჩემთან რომ მოხვალ რომ ნახავ როგორი ხალხი ის ყველაფერს მიხვდებით რატო არ არის საჭირო რომ ვადობოდილი უფრო მეტად გამოჩნდეს ვიდრე ის ხალხი პრინციპში ასაკითხოს არ მგონია გამომწვევად გავეცით პასუხი იქნებს სხვა კითხვა დავუშვათ და კიდე ერთი კითხვა მაქვს, აი აქ გასაგებია რა სეგმენტი როგორ მაყურებელი ყავს, როგორ მომყავს. აი იქ როგორი ხალხი გქონდა. აი შენ თვითონ აღნიშნე რომ საქართველოს წასულმა მუსიკოსმა ნუ იდეალი იქნება დაიწყოს ფოლკლორი, რითიც თქვა დაინტერესებს ხო ქართული კულტურა, თქვა უცხოელ მსმენელს. ნუ როკი საერთაშორისოა ხო ალბათ მე ვიცი რა თუ ქართულენაზეა. მე გეტყვი შენ მაგასთან დაკავშირებით რომ ჯერ ერთი აი წარმოიდგინე ეს მაგალითს მოგრომა რა ვიცი თქვენ დროში ცოტა შეიძლება აი ნუ დავაკვირდე მე ამბობხე ლადო ბურდუ იქ მოკლეს იქაც მე ამბობხე მაშინ მეორე მაგალითს გეტყვი რომ ჩემთან სახში კარები იყო ეს ჩემი ერთგეს და ერთი ბიჭი მოდის და მე მნება რომ ეს ვიღაც უცხოელები არიან და შემეკითხე შენ თუ ისმოთ ლადო ბურდუ მე ვთხარი ვიცნობ და მოგიყვანე შენ სახში რა მოხდა კანადელი ტიპი იყო ჩამოსული რომელმაც უბრალოდ შევიდა ყველა მაღაზიაში და იქ ლადო ბურდული რეცეპტი ჯგუფი და იმას მოვსახე საერთოდ არის აგუჩი აფრიკის წინარე
დაინახავდა ცოტა თავისი ჩაცმულობით იერის ადამიანი რომელიც ევროპული ყაიდით იყო და შეეკითხა შენ ნამდვილად გეცოდინებავ და მომიყვანა მე ეს აღმოჩნდა ჩემი ფანი რომელმაც იცოდა ჩემი ყველა სიმღერა რომელიც მე სადღაც 9000 მეტრში ჩავწერე და ორჯერ გამოიცა ჩემი თვითონ საფრანგეთში და გერმანიაში აი ის მოусნა ზეპირად იცოდა მთელი ჩემი ტექსტები მე პროსტა გავუგზავნე ქართულად აიწყლაფარაკი ეს ადამიანი და მომენტი არის ისე რომ ვისაც უნდა ხო და ვისაც მე ვუასწრებ ხო ეს ყოველთვის მიპოვს არა საჭირო რომ მე 20 საათი ხარ მე კარგი ტიპია და მე მომისმენ და ჩემი მუსიკა უფრო კაია იცი რა რაღაც მომენტი დგება რაღაცის შემდეგ რომ ცოტა გვერდზე უნდა დადგე და ვინ საჭირო არის ეს სელექცია უნდა გააკეთო მე სხვანაირად რა იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს რომ მაგალითად ეს ხალხი მოჩანს იმიტომ რომ ის გზა რასაც მე ვაწევი ცხოვრებაში ხო ის არის უფრო სუფთა ეკოლოგიურად რა იმიტომ რომ შემთხვევითი ხალხი აღარ ეგრობა ამ ხალხზე და მე უფრო კომფორტულად ვარ ვახ თქვენ კონცერტებზე თუნდაც ეწარემ ეგრე გარკვეული კატეგორიის ხალხი კლოვანებით თუნდაც კლოვანები კლოვანები თინეიჯერები არა არ გადიოდნენ ნამდვილად ანუ თქვენ ფოლკლორული ელემენტებიც გაქვთ ხო გაკეთებული სმერელის ფოლკლორული ელემენტებიც გაქვთ ხო ქართული ფოლკლორი არა ნუ აი არ ვიცი რამდენად მოსმენელი გაქვთ საერთოდ თქვენ ჩვენი ბოლო და მაშინ ანუ დიდი მოწონება დაიმსახურა ალბათ ხო კონკრეტულად თქვენ უგანვახტოთ თემას იმიტომ ძალიან ცოტა დროა გადაცემისთვის თემა. თუმცა რა ტიპის თინეიჯერები არ არის. ნუ ძირითადად ის ასაკია, რაც პრინციპში ალბათ თბილისში, თუმცა თბილისში უფრო მეტი ახალგაზრდა მოხდა, ის რაც მე მინახე, ერთი შეხედვით შეიძლება შეაფასოს ამ სტატისტიკას თბილისში მასწავლებლად არ ვეცადე, მაგრამ ეს შეხედვით შეაფასო ალბათ სადღაც 25-დან 50-ის ჩათვლით აი ეს გასაგებია. თემო იგივე კლოვანება შეცდომას, ხო? კარგი, შემდეგ შეკითხვა რა? სამ შოთქოს დასვა მოკლედ ვიტყვი, ძალიან მიხარია მათი. შევიქცე თავი წარმოგიდგენთ. რეზო შატაკიშვილი გაზეთი არის. ის იყვნენ პროლოგში, ხალხის გულწრფელობა მართლა დასაფასებელია, რომ არ აქვს დიდი ამბიციები და იგივე თქვენს რომ არ ამბობთ, რომ ჩვენ გაგვაქვს ქართული კულტურის სახელი, იმიტომ ამას ბევრი აკეთებს საქართველოში. ჩვენ გაგვაქვს ქართული კულტურის სახელი, მაშინ როცა ქართული კულტურის სახელი და საქართველოს სახელი საქართველოსა ორადორმა დაწესებულება მოახერხა ეს სუხიშვილები და რუსთაველის თეატრი. მე საქართველოს სახელი ასეთ საქართველოს არ გაუტანიათ, იმიტომ რომ ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია და ძალიან კარგია რომ ეს თქვენ ამას ხედავთ. მაგრამ რა მაინტერესებს, თუმცა იყო იქვე აქვე ვიტყვი ობიექტურობისთვის გარკვეული პერსონალური მომენტები, იგივე თქვა თამრიკო გვერდითელი, როდესაც გავიდა ლეგრანთან, შემდეგ კარნეგი ჰოლში სიმღერა და რაღაც პერსონალური გადაცემები ყველა სფეროში იყო. ეს მარტო შოუ ბიზნესი, საოპერო მოღვაწეებიც, მაგრამ ქართული ოპერის კონცერტებზე არავინ არ მივა. მაგრამ მივლენ ქართლაშვილზე, მივლენ ბურჯულაძე. ანუ პერსონალი იყო. ისევ ეს გადაცემები შოუ ბიზნესში იყო თითოეულა. და მე რა მაინტერესებს ეს ქართული კულტურის გადანა არ ხდება ამ დროს, მაგრამ ხდება თვითონ მომღერლების გაცვლა, დიაპაზონის გაფართოება, თვალსაჩინოს გაფართოება. მე ასე ვხედავ, მე ასე მგონია. ხო და მე მაგას ვეკითხები, უბრალოდ თქვენთვის რა არის იქ გაცვლა, რა გძენთ, რა გემატებათ, აი ტურნეებით თუ გასტროლებით და რა ღირებულობთ თქვენ თვითონ. დავიწყოთ. ოკეი, მეტყვი ვაგონდა. შეიძლება ეს მოვჭირდება როგორც ჯანმრთელობა, იმიტომ რომ მე იმ კულტურის წარმომადგენელი ვარ და მე პრინციპში რო გითხრა, იმ კულტურას წარმოვადგენად, იმიტომ რომ მე იმაზე გავიზარდე და მე მჭირდება ხანდახან რომ ჩავიდე იმ ხალხში და დავინახო მე სწორედ ვაკეთებ ყველაფერს თუ იმ რეაქციებიდან, რასაც ხანდახან რო უკრავ იმ ხალხიდან ვღებულობ. ნუ ეს ჩემთვის ატარებდა გარკვეულწილად თუნდაც 19 წლამდე ამ ჟანგბადის დაახალება. დადიანი დარჩა. და ქიშო ისე როგორი რაღაცა არის რომ და ქიშო ეს ძალიან ორი ნიჭიერი ადამიანი იყო და ჩემი მეგობრები საყვარლესი რომლის გარეშე და მე ძალიან ისე სამყაროში და რომელსაც მართლა შეელო ამ ქვეყანაში მე რატო არ დავჭი ოკეი ეგეც ფაქტი ისი რა მომენტი არის რომ არ ამაზე ბრძოლა ვაპარაკე მაგრამ კიდევ ისე ოკეი როცა ხედავ შენ რომ უბრალოდ ომი არის და ბრძოლა არის შენ ქვეყანაში შენ მიყავს დატოვებული სოლი და შვილი მშობლები და მეგობრები და შენ ხარ კომფორტულად სადღაც. ხო რაღაც მომენტი დგება, რომ რაღაცას იცი, რა ამიჩე რომ ეს გააკეთო, ამიჩე რომ ის გააკეთო. და როგორც შოუ ბიზნესში მეავიჩი არა კონფორმისტი. არა კონფორმისტი და ის აგრონებაში ეგრო და გადავწყვიტე უკან ჩამსულიყავით რომ პრინციპში. გასაგებია დიდი მადლობა ვახო.
რამიდან შემსახურება თქვენი კულტურა გაგაქვთ როგორ დაზვარგარეთ ლადოს დავით ახმაძე ერთი აუცილებლად ჯანგვადია შეულებრივად სხვა კულტურის ნახვა თუნდაც იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ საკეთილობა ხელოვნებაში არის გამომწვევი ის რომ მარტო ის ტენდენცია და მოდა რაც იყო აი ზოგი ძალიან სიამაყით ამბობდა რომ არა მე არ შემიძლია ჩემი თავის დატოვება 4 დღით რო წავა ნოსტალგიამ კლავს და ამიტომ უნდა დარჩე პირიქით რაც შეიძლება მეტი კულტურა უნდა ნახო ხო სხვა განსხვავებული ის უნდა გაიგო პატივისა და მე უფრო მეტ პატივს შენსაც ფინანსური თვალსაზრისით რამდენად რა თქმა უნდა ეს ერთი მეორე ის რო სულთა რაც ლადომ თქვა იმ კულტურის რომელზეც მე გავიზარდე აგრეთვე მე ვთვლი რომ მუსიკალური დასავლური კულტურის სკოლა მაქვს გავლილი ფინანსური თვალსაზრისით ანუ არის შემოსავლის წყარო გარკვეული კი რა თქმა უნდა ვერ შევედრები მე ვიღაცას რა თქმა უნდა ექსკლუზივში რო იყო რაღაც წყარო არის რა თქმა უნდა და ყველაზე ისეთი რა სუფთა აქტივობა აი რაც გითხარით 20 დღის განმავლობაში 19 კონცერტი მე საქართველოში 2 წლის განმავლობაში თუ მექნება და ბარეხემომაც გასცემა პასუხი და მე წყარო რა გამოიკეთეთ ამაზე დასავლური კულტურის შვილები ვართ და ჩვენი ვიღაც გავხანით. მაშინ მაინტერესებს ძალიან მოკლედ ამის გასაგებია. რატომ მოხდა ისე რომ თქვა ქართული თეატრის სიტყვაზე არის დასავლური კულტურის ორგანული ნაწილი და ქართული შოუ ბიზნესი არ არის ორგანული ნაწილი დასავლური კულტურის წარმომადგენელი. შოუ ბიზნესის მესეურებს უნდა გითხო ალბათ. ახლა ჩვენ რეცეპტი არის პირადად მე არ გონია ეს დავაერთიანოთ ეს ცნება საშემსრულებლო ხელოვნება. რატო დაემართა ეს საშემსრულებლო? ოკეი, მე შეიძლება იმ შოუ ბიზნესი ის შექმნა იმ ხალხსაც ფული ის აქვს. იმ ხალხს აქვს ის ხო? და აქედან გამოდის და მიხვდები ყველას ის ხონდა აქამდე ფული. ხო, ხდები მაგრამ და ეს ხალხი იმ ციხის ისე უკეთებს მუსიკას. და აქედან გამხნევა კიდევ ეს პრობლემები, ეს არის ყველაფერი პოლიტიკა. და ეს როგორი სახეთი იყო? მაგრამ რატომ იყო ეს პოლიტიკა ხო ეს პოლიტიკა რატო იყო თეატრის მიმართ ძალიან დასავლური თეატრი როდის გინახეს შენ აი იმ დროს როცა ეს 15 წლის მანძილზე სადღაც გასული ან სიხიშვილები სადღაც გასული შენ გინახია ერისიონი ვიცი გასული არის იმიტომ რომ ჩამოსული არის მაგრამ რას ლაპარაკობს სიხიშვილები ძალიან გავთავებლა და რუსთაველის თეატრი ახლა ჩამოვიდა რეზიდენციდან და ეს იმ ზოლიდან ოკეი მაგრამ ეს ზოლიდან აკრეფილი თორემ ახალი ვინ გასულა მაგრამ ახალი არ მიგასულა არ გასულა მაგრამ იგივე სარდაფი ძის ევროპულ სტანდარტებში თეატრის ევროპულ სტანდარტებში აქ სარდაფი სოროსის ფონდმა გააკეთა მაგის სარდაფი რაღაც მე ვიცი რომ რაღაც დიდი ფული ჩაიძა მაგას ამ ფული არის შოუბიზნესი შემოქმედება თუ არ იქნებოდა ტიპები ვინ შექმნიან ამ ევროპულ შემოქმედება ოკეი მომისმინე შენ გონია რომ შემოქმედება ეს არის რომ რაც არ მოჩანს ის ცუდი არის და რაც მოჩანს ის კარგია რაც ფულშადებს ის არის ხალხს რო ანახოს დეგენერატორობა რასაც თქვენ ატრიალებს მოსდავს და მოეწონება იმიტომ რომ ის ეგუება ის ფიქრობს მე ტელევიზორიდან რაც განახდეს ნახევარ მართალი გონია რა ეს ქართული თეატრი არ შეუქმნია ფულს შექმნა კულტურამ ამერის კულტურამ და რატომ მოხდა ეს საშემსრულებლო თუ გაქვს უფრო კონკრეტული პასუხი ხოლმე ის ორი შემთხვევა რომელიც შენ ჩამოთვალე არის კარგი მენეჯმენტის შედეგი არა მიგეშლება ნერვები და უბრალოდ იმ პასუხზე რაც შენ არის ახმები არ იყოს სად საქართველოში მე ეს ძალიან მარტივად დავამატე არა ქართული თეატრი ასრულებს ევროპულ მოთხოვნებს და ქართული საშემსრულებლო ხელოვნება გამონაკლისების გარდა ვერ პასუხობს ევროპულ მოთხოვნებს რასაც თქვენ ამბობთ ანუ თანამედროვე მუსიკაზეა ხო რატო თანამედროვე მუსიკაზე ხელოვნება მოდი ესე რატო ღვინო არ პასუხობს ევროპულ მოთხოვნებს აი ნუ ამაზე შეგიძლია პასუხი აი წარმოება იდეა სჭირდება გასაგებია რა არა ევროპულ მოთხოვნებს არა ისე რა იქნებ პასუხი გაგვცევა ხო იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს შენ შეიძლება პასუხი იგივე კითხვა შეიძლება შემოვასწავლო მე არაფერ მიპასუხე მაშინ მართლა მაინტერესებს მივცეთ და ორი წუთი რომ ერთი წუთი რომ მიპასუხე რეზო გვიპასუხე რატომ არ აკეთებია ქართული ღვინო ევროპულ სტანდარტებში აქ გამოყოფა შეიძლება ძალიან ძელი თემაა ჯერ ის არა ღვინო ღვინო უხარისხობის გამო დაუშვათ ხო
მაქსიმალთან მე კონტაქტი არ აქვს, მაგრამ ვიცი და თუ მოკლედ ჩემთან ანგები უფრო კარგია მოკლედ ჩემთან ვით იმას ჩემთან ვით რომ ქართული მუსიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს ქართული ბრიტანული ანგები გარსია და საკეთები, მაგრამ სრულად საკეთებს. ხოდა რა მოვეშე ვერ გავიგე მართლა ვერ გავიგე ეთერის მერე მართლა დამაინტერესებს ანუ ესე იგი შევსახდით იმაზე რომ ქართული მუსიკა არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს იმიტომ რომ უხარისხო ხო გასაგე მე მგონი რა ისეთი ხალხი არა უხარისხო მიკროფონში რეზო მიკროფონში შეიძლება მიკროფონში ნიკო რაღაცას თქვათ იყურებ არა ძიორთელი ხალხი გაცილებით უფრო დიდი ისტორია აქვს თეატრ ვიდრე რა უშა თანამედროვე მუსიკას და ამასაც სჭირდება რაღაც პერიოდი რომ დააკმაყოფილოს დასავლური კარგი მოდი პარალელურად თავი დავანებოთ უფრო კონკრეტულ კითხვებზე გადავიდეთ ნიკო ნერგაძე 24 საათი სანამ კითხვას დავსვამდი გვიან მომივიდა მიკროფონი ცოტა ვადოს უნდა გამოვიყვანო ჟურნალისტებზე რომ ყველა ჰოროსკოპი აინტერესებს და რაფერი საცვალი მაცვიაო რაც მე ძალიან ბევრი წამიკითხავს თქვენზე და სხვაზე ძალიან არასწორია და არასაჭირო რაღაცები, მაგრამ ამავე დროს კარგიც არ უნდა დავივიწყოთ. მე მგონი ბიჯინა მაყაშვილს არაერთხელ დაუწერია, კარგი და გამოზომილი სტატია იგივე ლადოზე იქნებოდა და სოციალისტების ვიდეოც იქნებოდა, უბრალოდ ეს გამოვიქომოდა, რომ ყველა ჟურნალისტი ცუდი არ არის. რემარკინები კითხვა ეს ლირიული გადახოვა, ხო საქმე? ლირიული გადახოვა, აბა ახლა ყველა ეგეთები კი არა. საქმეზე რა კითხვა მაქვს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები მომღერლებიდან უმეტესობა კი არა, ყველა ამბობს, რომ დავდივართ ისევ ქართველების გასართობად. ნოსტალგია გაუხაროთ ფული ვიშოვოთ თუ ასე შემდეგ. თქვენ სამივე დადიხართ ახალ აუდიტორიასთან, რომ ქართველებისთვის არ ვიყავთ ფაქტობრივად. როდესაც გერმანიაში ჩადიხარ ან ინგლისში ან იგივე რუსეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკრავთ, ხო? როგორ დააკონტროლო გერმანია ინგლისური. რადგან ხოლმე აკაუნტსა და ეკაუნტსა ანუ ჩვენები უფრო მომხონები არიან, იქ უფრო მომხონები არიან, აი გაკაჩი თვალსაზრისი. სხვა რაღაცა ჭირდება, სხვა გერმანელს თუ ავარდეს და ქართულს თუ დაახლოებით ეს ის ინფორმაცია. საიდან დაიწყო შენ ჟურნალისტი? მოდი თემონ დაიწყოთ, ხო? არა, საერთოდ რუსი პუბლიკა, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. ძალიან თავისუფლად იცით რატომ მიდის კონცერტზე, თქვა, კონცერტზე იქნება, კლუბში იქნება, თუ რესტორანში იქნება და იმას აკეთებს, რაც უნდა ისვენებს, ხო, დასასვენებლად და თან რა არის, ახლა მიდით იმ მომღერალზე, ვინც უნდა რომ მოისმენო და თუ აქ კიდევ ისეთ სიტუაცია, მაგალითად, ახლა ბევრჯერ მინახია, რომ არის სრულიად შემთხვევით ხალხი ყოფილა დარბაზში. რომელიც შემთხვევით მოხდა, რატო ყიდულობს დილეს, რატო მიდლის და მე იმიტომ არის სასახლეში მოწლების ვიმარო არის. ანუ დავუშვათ საქართველოში შესაძლებელია რომ ფონოგრამები იმბარო და ხალხი კმაყოფილდეს, საზღვარგარეთ გხდება ასე. მე არ ვიცი რა, მე შემიძლია ჩემ თავზე გითხრა, მე არც არ და არც ფონოგრამებზე არ მომწონია. ეს ძალიან კარგია. მინუსზე, ხო? ნუ ახლა თუ ხალხს ცოტა რთულია შესანახად დღესდღეობით, ნუ ეგ არის პრობლემა, ხო? ეგეც ფინანსის პრობლემაა. თემი შოუ ბიზნესი, ხო, ესე ვთქვათ, ხო, უფინანსობის გამო რა დღეშიცაა აკაური. გასაგებია, ხო. შენჯერია პასუხის გასაგები. რითი განსხვავდება იქაური მაყურებელი? განსხვავდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში, იგივე გერმანიაში რაღაც გამოცდილებაა. ბრიტანეთში განსხვავდება გერმანიისგან, შესაბამისად ორივე საქართველოსგან, საქართველოს იმათგან, რა თქმა უნდა, განსხვავდება ჩვეულებრივი სხვა კულტურის ხალხია და სხვა თუ არიან ისინი უფრო პრეტენზიულები? როგორ ვთქვა, იცი საქართველოში მე რაც ჩემ განცდას გეტყვი, აქამდე რაც იყო არა მარტო ჩვენ კონცერტებზე, არამედ სულ კონცერტებზე, აქამდე მსმენელის ძირითადი ნაწილი მიდიოდა კონცერტზე უფრო კრიტიკისთვის და რაღაცის დასანახად, აი მაგალითად ეს ხო, კარგი მაგალითი იყო ჩემთვის ზავინული რო იყო ჩამოსული, მეგობარი შემხვდა კონცერტის მერე და კარგი იყო და ვინ ჩამოყავთო რა და თან ერთად ზავინულზე დავიზარდე ასე ვთქვათ და ის იყო, ანუ როდესაც რაღაც ჩვენ ეს კომპლექსი ჰქონდა ალბათ რაღაც ჩაკეტილობიდან და იმისგან გამომდინარე რომ საშუალება არ ჰქონდა ბევრი კარგი მუსიკოსი გვენახა ცოცხლად და მოგვესმინა და ეს რო გაიხსნა მე უკვე ჩავთვალეთ რომ აქ რახან ჩამოდის უკვე ისეთი აღარ არის რეჟისორზე ამბობენ მაგალითად რომ ნუ ესეთი გებრები ხო ახლა ყველგან ორკაპიტა ჩამოვიდა რეჟისორია რა გუშინ გარდაიცვალა და ძალიან სერიოზული კვალიდატოა ხო მუსიკაში CNN-ზე მთელი დღე მაგაზე იყო გადაცემა თუნდაც ეს ფაქტი მათთვის ვისაც არ მოსწონს და უშუალოდ რეჟისორის
მუსიკოსი, მათთვის რაღაც ანგარის დასაწევი უნდა იყოს. მაგრამ აი მე არტგენიდან და ეხლა რო იყო ფესტივალი არტგენი, ხო, იქ ნახე ის პუბლიკა, რომელიც არის ძალიან ჩემის აზრით ძალიან დახვეწილი პუბლიკა გამოჩნდა უცებ ხალხი მოდიოდა გატენილი იყო მთელი ადგილი, ჯერ გარემო იყო ძალიან კარგი ესე ალბათ ხელს უწყობდა და სწორად იყო გაკეთებული და ხალხი მოდიოდა კონცერტისთვის, კონცერტი რო ეკაიფა. და არა იმისთვის რომ შეეხედა და ენა. იქ ვერ რუკი აღდგას ის არის ვერ ვახტევთ რაღაც. მოვიდნენ იკაიფეს ბოლომდე არა მარტო ჯგუფებზე, ბოლოში რო უკრავდნენ, არამედ იმ ფოლკლორზეც, რაც თავის რაღაც ცნობიერში მაინც ძრება, როცა უსმენ ფოლკლორს, ყველაფერი არ იყო ნაღდი, მაგრამ რაც იყო, ბევრი კარგი იყო, ხო? ანუ მსმენელი ამ თვალსაზრისით უკვე ემსგავსება დასავლურ მსმენელს, რომელიც განებრივებულია მთელი ცხოვრება უსმენს კარგ მუსიკას, ხო? ითქვა გზელი. ითქვა გზელი და ამიტომ ლადო, შენ როგორ ფიქრობ, განსხვავდება? მე გავიგებ და იგივე ვფიქრე, რომ ჩემთვის ახლა მე სხვა მუსიკას ვაკეთებ, მე ვაკეთებ ცოტა ისეთი ცნობებს, მაგრამ ძირითადად ძიმე სიტყვა, ხო? და უკვე ის იმიტომ რომ ძიმე მუსიკა საქართველოსა რო ჩადის, იციან რომ ყველა წნარადღერის, ყველა ხელშეშლის და რაღაცა. შენ ცოტა ესე დაუყრე რაღაცა ხო? თვითონ უკვე რომ რატო და რო გიყურებე რომ სცენაზე როგორ იქცევი და რა ხდება სცენაზე, ხანდახან უკვე რომ შენ ხერხება ამ ხელ დაოსება ხალხი. მე არის ჯოგი კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მაქვს, შეიძლება. ნიკო, მოდი იქნებ ვისაც არ დავსავს იმას და არა, მე თქვენ დავხალე. თუ მოკლეს და მოკლე კითხვა არა, ენობრივი მეგობრებო. ლადო და შემოგვიყვება, ხალხმა მოერხა ძალიან პირადულ და ემოციურ ტექსტს. იქ რამდენად გიგება, როცა ეხლა შენსაც ამბობ და სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ დიდი ალბათ იგი საპირისპირო პრობლემაა. ინგლისურად როცა მღერეს, ალბათ ცოტა რთული არ არის, ვიცი რომ იმათ ესმის კარგად რასაც შენ ამბობ და იქნება ბოლომდე ვერ გადასცენ, რაც უნდა გეთქვა. კაი, გეტყვი, მე მაგალითად ინგლისურად აღამღერით უკვე ბოლო, ანუ სასიმღერო ფორმა ეხლა რაღაც ექსპერიმენტის საფუძველზე თუმცა ორკესტრულ ფორმაზე, ანუ მხოლოდ მუსიკა, ვოკალი რაღაც დამატებითია. ანუ ინგლისურად არ მღერით, მაგრამ აი ხა ლადოს თვითონ დასვიკითხო, აქ მე ლადოს შეიძლება გამოვეკავმაგოსავით, მუსიკას პრინციპში ამ თვალსაზრისით ენობრივი ბარიერი არ აქვს, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან ბიტლებს ვუსმენდი, მე ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ ზუსტად მეცმოდა რაში იყო საქმე. ასევე ხა თუ ნაღდია მუსიკა, ხო? ანუ ეს კითხვა ესეთია, თუ ნაღდია მუსიკა, გაიგებს ნებისმიერი დაუშვათ ჩუქჩა. კარგი. გაეცა ნიკო შენ დასულ შეკითხვას პასუხი. არა, რაღაც რაფრაფად მიწევთ იმში. არა, იქნება ამოვწუროთ, რა ვიცი, თუ მაყოფილო ხარ შეგვიძლია. არა, ლადოსაც უნდა რაღაც ეთქვა, მე ლადოს მაგივრად კი არ გავეცვა. მე გითხარი, რომ უფრო ეს Pentru că uite Iulie, doar rus ხალხს რა. მე ის გონი ყველაფერი ერთი. და მე რუსულად რუსულად უმღეროს თუ ქართულად. როგორ რუსულად? ალბათ რუსულად. არ მიკითხე, აუცილებლად გითხო ხოლმე. რეაქციაზე მოგეუბნებით, ალბათ არიული და ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა გულში, როცა ხედავ ერთი და იგივე სახეს, ალბათ მოსწონდა, იმიტომ მოწონდა. გასაგებია, ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიოს ანეთი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ არც ერთი არ აქვს პოპულარული საზღვარგარეთ და არც ერთი არ აქვს ჭეშმარიტ წარმატება იქ მოპოვებული და ჩემთვის უბრალოდ საწენია, რომ აი ვახო შენ თქვი ერთ-ერთ გადაცემაში, რომ საქართველოს შოუ-ბიზნესი არ არსებობს. ანუ თქვენ არც ერთ ეთყობა, ავიცემოზე ვერ გიტყვი, არ გაკმაყოფილებთ ქართული შოუ-ბიზნესის დონე, თუმცა კი ნამდვილად თემოს სიმღერებს საქართველოში მღერიან, ზოგჯერ იციან საქართველოში და არ იციან უცხოეთში და ლადოც არავინ არ იცის უცხოეთში. ამიტომ მე მგონი, რომ უფრო აი შენი იმიჯით, შენი ესეთი აი როკ მესიას იმიჯი გაქვს ხო საქართველოში, ამით უფრო პოპულარული ხარ შენ საქართველოში, ვიდრე მუსიკოსი უცხოეთში. ამიტომ მე მგონი, რომ აი ისე სამამულო შოუ-ბიზნესს რო დაუფასოთ ჯობია, მე მგონი, იმიტომ რომ იქ ისე აქ თუ დაგაფასებენ, იქ არანაირად. და იმასაც გეტყვით, ან უნდა იყო მართლაც და ქეთი მელოა, რომელიც აი 2 წლის იყო ბრიტანეთში რო დაიყვანეს, იქ გაიზარდა ვერის ბრიტანულ მუსიკას და ის არის ნამდვილად წარმატებული ქართველი, თუმცა არავინ არ იცის, რომ ის ქართველია.
სხვა ქართულს მე ვერ დავასახელებ, მე ვამბობ საერთოდ ჟანრზე დავუბრუნებ ახლა, რომელიც არის წარმატებული უცხოეთში. არ არსებობს ეგეთი. ხსენზე საუბარიც არ არის ახლა. ეხლა მე რა ყოველთვის არსებობს ინტერნეტი და არა მე დავასაბუთებ თუ შეიძლება ბახო არა ეხლა დავასაბუთებ რატო ეს ლირიული გადახვევაა მე გეტყვი რატო მე გეტყვი შენ რატო ბახო კატეგორიულობაში ვერ დაგეთანხმები თორე ჩანს დამიტო ეხლა მე დავასაბუთებ თუ შეიძლება დავასაბუთებ მოკლედ ლიზა ხო იცი არ გამოვიდეთ რომ მე რაღაცას ვიზახი ეს ჩემი აზრი დღეს არსებობს ინტერნეტი სადაც მეტნაკლებად ცნობილი ადამიანი უნდა იყოს რომ შენი კვალი მაინც მოიძებნოს ინტერნეტში. ან აკრიფავ სახათ, აი ლიზა რო აკრიფო, ეგრევე გამოვა რაღაცა ლიზას შესახებ, ხო? მე თქვენს თემოზე არ ამკრიფია, მაგრამ არ არის თემო, მე ვნახე ლადო ბურდული და მე ვნახე სოფიჯექი. და შედეგები დავავალოა. როდესაც მე აკრიფე ლადო ბურდული, ძალიან ბევრი საიტი მოვიდა და ლადო ბურდული, ჯორჯ სოკერ ანუ ფეხბურთელი. თუ რა თქმა უნდა არის საუბარი ფეხბურთელზე, ლადო ბურდულზე, მაგრამ არა მუსიკოსზე ლადო ბურდულზე. სამწუხაროდ ლადო შენზე არც ერთი სიტყვა. როდესაც აი აჭარო მიზექოდი უამრავი დიჯეიში ჩამოდის და ყველაზე აი ამ დიჯეიზე არის ინფორმაცია. ანუ გეუბნები მეტნაკლებად და აი სადღაც კონცერტი აღონიზება თუ ჩატარდა, აუცილებლად ვიღაცამ რაღაცა დაწერა, შენი სახელი იქნება, თქვენი სახელი იქ არ არის. იქ სადაც მე არ ვიცი ვახოთ თქვენ კარგ მუსიკას წერთ ნამდვილად, მაგრამ ისევ ალბათ არ უნდა დახვეწდეთ ეს მუსიკა, იმიტომ რომ იქ სადაც თქვენ იყავით ლივერპულში, მღეროდნენ ბიტლზის ფანები, ხო, ფანი ჯგუფები. ანუ მე შემეძლო გამოსულიყავი და მე მღერა მიშელ მაბელ და ვიქნებოდი ბიტლზის. ხო, ეს ინფორმაცია დავიკითხე ფესტივალზე რაც იყო ფესტივალზე. მიკროფონი კარგად გიწირა. და ნუ დაიბელი ლიზა. იმიტომ რომ იქნებ და რეზო თუ რამის ხოდი და მიკროფონი შეგიძლია თქვა ვახო რაღაცა ჩემი ინტერვიუ რო ახსენე სადაც მე თურმე მისპონსორებს კარგი სიტირება ინტერვიუების უკვე კარგია უკვე მომწონს ანუ რაღაც ინტერვიუები მაინც არსებობს ხო ტელეგადაცემა ნუ მithome ტელეგადაცემა კარგია ანუ მე იმის მინდა რომ ის მე რო ვთქვი რომ შოუ-ბიზნესი საქართველოში არ არსებობს მეთქი კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ზუსტად იმავე გაგებით რა გაგებითაც ვარსკვლავები არ არსებობს საქართველოში რა თქმა უნდა შოუ-ბიზნესი აფსოლუტი არსებობს და ის სულ სხვა სახე აქვს ვიდრე ჩვენ ამას გვაწვდის ის ნებისმიერი ტელევიზია სადაც ოდნავ განეხილება ეს და თვითონ საქართველოში ძალიან დიდი შოუ-ბიზნესია ბაიათების და იმ მუსიკის რომელიც არის მარშრუტებში ჩართული ეს არის სერიოზული ფული აი მანდ არის სერიოზული ფული საქართველოს მასშტაბით. შეიძლება შემოგეტყავო? შოუ-ბიზნესი იმ გაგებით რაც არის დაუშვათ იგივე ჰოლივუდში და იგივე ევროპაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს შოუ-ბიზნესი არ არსებობს. ჩვენთან ელემენტარულად იმიტომ რომ არ არსებობს მენეჯმენტის ინსტიტუტი და არ არსებობს პროდიუსინგი და არ არსებობს იმ დონის სტუდიები, სადაც გექცება მართლა ხარისხიანი ჩანაწერი, ბოლო მიკროფონი კი არა, მიკროფონები კარგია. არ არსებობს ისეთი ტელევიზია, რომელიც რეალურად ახასებს ბაზრის შედეგებს და მოთხოვნილებას, იმიტომ რომ რეალური ჰიტ-პარადები არ არსებობს, ხო? ეს არის ტელეფონზე ან რადიოში დარეკილი, ეს არ არის ჰიტ-პარადი. ჰიტ-პარადი არის გაყიდული დისკების რაოდენობით ყველაზე მეტი ვინ გაყიდა. მე მაინც ვერ მოგწევ. არა, მე სიმღერები არის. მე ამაზე არ გეკამათებ, მე გესახმება ჩვენ მადლობა რომ დიდი მადლობა ბანდი. მე ძალიან მოხერხებ თქვენი ზრუნოს საერთოდ გესახმება, არ გეკამათები. მე გესახმება ჩვენ არ ვართ პოპულარულები საქართველოში და საერთოდ არ ჩანვართ ის სადაც ჩვენ დავდივართ იმ პატარა კლუბების სცენის გამოკლებით, სადაც ჩვენ ვატარებთ ხოლმე კონცერტებს, ხო, იგივე ბრიტანეთში. გეთანხმები ამაში არ გეკამათები, რა თქმა უნდა. ეს არ არის საკამათო თემა. მაგრამ მადლობს რომ კარგი მუსიკა. არა, ეს მე უბრალოდ ოპონირება გინდა გაგიწიო,
ნინო ქათამაძე არის კომერციული მომღერალი და ის არ მღერის აი მაიასებს და ესაკს მუსიკას. ნინო ქათამაძე კომერციულობით ვერ მოვა იმ მუსიკასთან, რადგან ნინო ქათამაძე მე მარშრუტკაში არ მომისმენია და მომისმენია ბევრი სხვა, რომელიც იყიდება ბაზრობებში. მაგრამ ის აგროვებს დარბაზში. კი, მაგრამ თბილისის განისაზღვრება, ერთ-ერთი შეცდომა, მე მგონი საქართველოს სასაკაცვარი და ვერ გავიგე ჩვენ არ გვალაპარაკე რა შუაში დავამატებ რომ რამდენი წელი მოღვაწეობდით მოსკოვში და 15-დან ამდენი წლის მანძილზე ხალხ დავასახელებ სოსო პაულიაშვილი ნანი ბრეგვაძე რომელიც ხშირად არის მოსკოვში თამარ გვერდწითელი საიტები ვახსენეთ და რუსულ საიტებზე ჩვენ მათაღლებს და გვარებს ვკითხულობთ ანუ ხშირად სოსოზე ნანი ინფორმაცია ყოველთვის არის თქვენზე მართლაც არანაირი ინფორმაცია თქვენ სახე და გვარებს მხოლოდ ქართულ საიტებზე ჩემი მინუსი ალბათ იმიტომ რომ მე ვარ განკანონებული მართლა იმ საკონცერტო მოღვაწეობით რაც კლუბებში და ეს გასაგებია მაგრამ ამდენი წელი როდესაც მოღვაწეობდა თქვენი დაინტერესდებიან ეს რამდენად დაინტერესდნენ მაგრამ მე არ მაწყობდა ის დაინტერესება იმათ იმიტომ რომ ფინანსურად ჩემთვის იყო ძალიან წამგებიანი როგორ იყო ნებისმიერი ინფორმაცია მაშინ ბიზნესი არის თქვენ ხართ ფულის საკეთებლად წასული ნუ თუ თქვენთვის რეკლამა არ არის ფულის საკეთებლად ფულის საკეთებლად წასული და ის საქმეები გავაკეთო ფული რაც მე მიყვარს და რეკლამა პოპულარობა იქ თუნდაც რომელიმე საიტზე თქვენი გამოჩენა სახელის და გვარის დაფიქსირება გაზეთში პრესაში თუ არ უნდა დაფიქსირდეს ეს არ არის დაფიქსირებულა როცა ფონოგრაფმა ორკესტრმა დრილინის ორკესტრმა გააკეთა რამდენიმე ჩემი სიმღერა და გამოუშვეს დისკზე და ის იყო დაფიქსირებული გაზეთში უნდა წაგიკითხავთ მაშინ გასაგებია ყველაფერი და ვადოთ ყველა არეკი იქნებ მოუსმინოთ ეს პანელი ხო ხატრიალებთ რადიოში და იქიდან მე ფული მომდის მადლობა ხმებს იქ მაინც ეს არის საავტორო უფლებები მე ყველაფერი მაგმაყოფილებ და მე ნახდათ არ მივისტრახი იმისკენ რომ არის არო აი ვარსკვლავი გამხადეს და რაღაცა და არა ეს რა მე მირჩევნია ახლა ჩემმა შვილებმა გააკეთო მე უფრო იმიტომ რომ იმათი დრო მოდის თორემ მე მაგალითად მე ძალიან კარგად გონსავს რაც მაქვს ის ძალიან კარგად ხდება. კი, ძალიან მაყოფილია. ვლადო, რაღაც იტებს ვიყავიეთი. დრამატიზმს ეს უკვე ძალიან გადაეკიდა თემას. ჩვენგან უცხოა გადაცემამდე ან გადაცემაში ჩვენ ვართ ვარსკვლავი. ხო. და ჩვენ გავიმარჯვეთ. არა, ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ თქვენ შესახებ, თქვენ მე ახსნი რატომ ამ თემას გადავეკიდე. მე მგონი გავარკვიეთ ეს ყველაფერი და ეგრეთ საშამდოსო ეს არა, ჩემი და პასუხი გავხსნით. პირველ რიგში ჯერ ისე რა მომენტია არის რომ შენ ეს მე კარგად არ მისმენთ მე პოპულარობას იმასე რომ კიდევ ერთხელ გავხსნა ხა არა კომერციულ სიტყვას კიდე არა კონფორმისტულ სიტყვას პირველ რიგში მეორე საიტი მაქვს საკაიფო საიტი ეთქობა შენ ინტერნეტში მართალია შენ საიტი ლამაზი არის ძალიან დათოს მაგრამ ძებნა ეთქობა ცოტა ოკეი ნახე ლადო მაგრამ არც უცხოურ საიტზე საძიებო სისტემაში არსად არ იყო ნაცნობი შემსახები. იყო ლადო გურდული გიორგის სოფე, მეტი არც შენი საიტი როგორ აღნასე? საათაკამათო თემაა. ლადო არც ჯიდა იმასასაც გეტყვი. კი, ეს არის შემოსწორი. მაგრამ მართალია ძალიან ძველია 2001 წელი იყო. ბოლო განახლება, მაგრამ მე იმაზე საუბრობ უცხოეთში შენი სახელი. და მეორე სამ შემიძლია ხა უცხოეთთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ ვაბა. ოკეი, თუ შემიძლია ამის მოკლედ მოყოლა. შენაბობ უცხოეთზე პრომოუშენის გაკეთებას ქართული კულტურის, ხო? აი იმ დროს მე კიდევ ამას ვეჟოვამობ და დღესაც გავიმეორე. თუ საქართველოს CNN-ით ანახები, ნოკომენტით მარტო რა ხდება, ხო? მე ვიყავი თქვენი მონომორჩილი, რომელმაც Fashion TV-ზე, MCN-ზე და 20 წუთიანი მთელი გადაცემა MTV-ზე გაუშვეს საქართველოს შესახებ და ზუსტად ნინო ქათამაძე, რომელსაც ლაპარაკობ, ეს ფესტივალი იყო, რომელმაც მოსკოვში, რუსეთში და კონკრეტულად ინსაიტის სტილში გაუკეთა პრომოუშენი ძალიან დიდი. მარტო ინსაიტს და მაგათ არა, ბევრისთვის გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ფორმა, რომლითაც აი უცხოელებმა კიდე რაღაც დონეზე გაიხსნა, რომ აქ რაღაც ცოტა ხალხი უკრავს და ცოტა რაღაც ხალხი გასწავლეს. ვიყავი მე ისე რომ აქედან გამომდინარე მე ცოტათი ჩემზე არ ხედავ ჩვენს დაყვებული. გასაგებია, ცოტა როგორც იქნა დარგა ჩემს ეკითხვის დასწრება. გამოვშვიდობისა მივახტე მიკროფონამდე რომ მოგესალმოთ საშა კაცმანი რადიო პროდიუსერი
მე ვადოს მაისურს რო უყურებ ისეთ სიხარულით მახსენდება hard rock cafe, როდესაც მე დავდიოდი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე hard-ზე იმდენად ვერ кайფობდე, მაგრამ იმდენი უცნობი კარგი მუსიკოსი მომისმენია, როდესაც შეიმნობდი უბრალოდ და ისეთ კაი მოგონება. მე მინდა უპირველეს ყოვლისა გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ მე დღეს არ მიწევს ფსევდო შოუ ბიზნესის მონაწილეებთან კამათი, მე მიწევს საუბარი ხალხთან, რომელიც უკრავს მუსიკას, კაიფობს თავის მუსიკაზე, მოწონს თავისი საქმე. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად თემომ ქართულმა მუსიკოსმა შექმნა რუსული შლაგერი, ხო? მე ეხა ხიდს მე ვერ დაუძახებ ჟოვანე მაიას, ეს არის შლაგერი. მე იმდენ იმახსოვრს, რომ მე მგონი ყოველ მეორე იმეორებდა და გამიხარია, რომ ესეც სიმღერა სიტყვაზე შეიქმნა ქართულის მიერ. მე პირველად სოფტების სიმღერა რომ მოვუსმინე, საერთოდ საფრთხის სოფტები ქართული ჯგუფი ყოფილა. ეს დისკი ასებში იყო, პირველად მე ასებში მოვისმინე და შემდგომ რაღაც ოკვირეში, სამკვირეში გავიგე, რომ სოფტი ჯგუფი ყოფილა ქართული ჯგუფი, იმდენად სასიამოვნო მანერში იყო შესრულებული ესეთი ბრიტ სოფტ როკის სტილში სიმღერა, ხო, ну pop rock-ის ხაზი გაუსვა. უბრალოდ მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ უყურე. სასაკაცმო გადაწყვეტა ფორმატის შეუსწავლოს, გადასწავლდა მოაწყო შემოქმედებითი საღამო. იმპორტირებადია თუ არა სიტყვაზე, აი საუბარი ამოვიდა, ხალხი ისეთ მუსიკას უკრავს, მე მგონი მართლა ენა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის და ხალხს უსვას, რომ უცხოეთში უფრო ესმის იმ ხალხს, რომელსაც არ ესმის ქართული ენა, უფრო ესმის მისი მუსიკა და ენერგეტიკა, ვიდრე აქ. მე მაინტერესებს იმპორტირებადია თუ არა ქართული მუსიკა. რა უნდა გაკეთდეს ექსპორტირებადი უკაცრავად. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული მუსიკა გახდეს ექსპორტირებადი, ახლა ვადიმ თავისი აზრი გამოთქვას, ხომა არა. და მე საერთოდ გეტყვით, იგივე ვადიმს და იგივე ახს, მე რო უბრალოდ აი იგივე გერმანიაში ამონში ყოფილიყავი და კლუბში ჩვეულებრივად გამეგო რომელსაც ჩემიანი ქართული უკრავს, ან რაღაც დაწყებული ყველა კონტინენტის მუსიკოსი, სხვა პატარ-პატარა კლუბებში ძალიან უჭიერი ხალხი, რომელიც საერთოდ არავისთვის არ არის ნაცნობი. კონკრეტულად ძალიან ცოტა დრო გაქვს. ხო, არა, უბრალოდ მიკროფონი ვიდეოს მომენტად. მე მაინტერესებს რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად იმისათვის, რომ ქართული მუსიკა გახდეს ექსპორტირებადი. იმისათვის, რომ უფრო მოსვენა მაინც მიიღო, ხე გახდა რაღაც გარკვეული გამოცდილება მაგაში. და დავიწყოთ თემასგან. რო გახდეს ალბათ ფინანსებია თავარი. რომ ფინანსები როცა იქნება კაი სტუდიები, როცა იქნება კაი სკოლა, კაი პედაგოგები, რაღაცა რა ვიცი. ჩემი აზრით მაგი პრომოუშენზე აი დაწყებული თავიდან თუნდაც ხმის რეჟისორის სკოლა ავიღოთ. აი ყველანაირი იგივე აი რაღაც თანხაა ჩასადები. პრაქტიკულად ჩვენთან არის შოუ და ბიზნესი ნახდაც არაა. ერთი კონცერტები არ ტარდება, არაფერი არ ტარდება. ახლა ტელევიზიაში 3-4 კონცერტები ტარდება, ახალ წელს 8 მარტზე, ეს ხო არ არის რატომ? რატომ? ტარდება ჩვენ ამას არ ვთქვი, კლუბებში ყოველკვირეულად ტარდება კონცერტები, თუ ამას კონცერტებს უწოდებთ. ხო, კლუბებში ტარდება. ჩაგვეცა სიტყვა ნანა. ვახო, როგორ იმას როცა ხო რაოდენობა ხო? სულ ამის შესახებ ინფორმაცია არ სწავლდება. როგორ აღწევდება? იმდენად რომ დავწეროთ და ვწერთ ამის შესახებ. ბოლო თქვენი ინფორმაცია ყოველდღიურია. მიკროფონი შეიძლება ეს ხო, 16 რაუნდში კონცერტი, სამამულო შემსრულებლების ვარსკვლავის აღარ. მოდი პასუხი გავცეთ, შეკითხვას დაუბრუნდეთ ისე. ჩვენ კონცერტს არ უწოდებთ კლუბებს ახლა რა მე არ ვიცოდი ახლა მე ნაკლებად დავდივარ კლუბებში და იმიტომ არ ვიცი ახლა სადღაც არდება. გასაგებია, მე მგონი გამომოწერი ან მენეჯერი რომ ეს პასუხები ვახო. სენზე იყო ჯერ მოსული რამდა გაგიწევს პროფესიონალიზმი ჭირდება პირველად შემოქმედებაში, იმიტომ რომ ის სტანდარტი არის ძალიან ესეთი უკვე ჩამოყალიბებული, ან დასავლური ესე ვთქვათ, სტანდარტი არის საკმაოდ მომთხოვნი და ამ თვალსაზრისით ახლა ძალიან ბევრი სამუშაო აქვს შანსი ქართულ ექსპერიმენტს. მე ვთვლი რომ აქვს შანსი და ნუ ექსპერიმენტს არ დავარქმევი ამას. აქვს შანსი რა თქმა უნდა. შენი ალბომი ხო ექსპერიმენტალურია? არა,
ექსპერიმენტალური რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენთვის იყოს ექსპერიმენტალური ჩვენ შემოქმედება დავუდგათ კი მაგრამ ახლა ისეთი ექსპერიმენტი არ არის და ლადო მეცემ ასევე ძალიან მოკლე პასუხი გაქვს ეს და მე უკვე დავსვამ ბოლო შეკითხვა ხო პროფესიონალი თავარია კარგი ბატონო და სულ ბოლო შეკითხვა დავასწრებთ ლადო ჩვენ უშვილობა დავაფაროთ და კითხვა ექსპერიმენტი მიკროფონი რეჭამისთანხმდი ექსპერიმენტი ნახევარდოს ლადო ბურბული მისთან საწერდა ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან დუეტი აი კომპრომისებზე წავიდეთ დუეტი მე ისთან წავიდი შევაგავდი ქართული შოუ-ბიზნესის ახლა ისთან წაწერდი დუეტი კომპრომისებზე მე ვცდილობ რომ არ წავიდე მით უმეტეს შემოქმედებაში ნამდვილად ვცდილობ ამას და მეტნაკლებად მე მგონი ვახერხებ მიუხედავად დიდი სიგნალებისა ამიტომ რაღაც კომპრომისის გამო ვიღაცასთან დუეტის ჩაწერა ნამდვილად არა რა და ორი დუეტი გაქვს ერთი ზედასიმბოლიოსი და მეორე ირინაუნა ეს არ იყო კომპრომისი არა ნუ ექსპერიმენტი ხილი ექსპერიმენტია საუბარი ვახო არა შემოქმედება როდესაც ალან პრაისის სიმღერას იღებდა არა მე არ გეთანხმები მე შემოქმედებაზე საუბრობ ის იყო სუფთა მექანიკური გაკეთება რაღაცა ეს ლადოს სიმღერა რა მე დუანს ექსპერიმენტია მასთან არ ვაპირებ ექსპერიმენტებს ვარენ თემა მოსწავლე არა, ძალიან დიდი მასალა შეიძლება დიაგნოზი. მაგას ხარჯაჭერს. რატომ პლანური პრინციპი არსებობს თუ არა რაღაცა საერთოდ სიახლოვე არსებობს თუ არა ამ ადამიანის შორის რაღაცა ესეთი არა მე პირდაპირ და ასე საერთოდ ალბათ არ დავუშვებ ხოლმე ჩვენ შორის არანაირი არასებობს კლანი არ არა კლანი კი არა პირიქით ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს ერთმანეთთან და ალბათ სურვილიც არ გვაქვს შემოქმედებითი შეხებით არ დავუშვებ სურვილები და ნამდვილად ეს ესეთი რაღაც რო ყოფილიყო აქამდე დავაკეთებდით ამას ჩვენ ჯაზზე მივიდივართ დინებას არ მივხვდი ჯაზზე მივიდივართ დინებას არ გავბადინე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემის განკუთვნილი დრო ამოიწურა ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ გასაგებია ვერ მოასწარეთ პოლიტიკის პოლიტიკას არავითარ ესეც გარეთ შეგიძლიათ გავწევთ ჩვენ დიდი მადლობა ბიზნესის კონსტავის რა თქმა უნდა დიდი მადლობა თქვენ ჟურნალისტებო დიდი მადლობა მაყურებლებს ჩვენს გვიყურებთ და შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შემდგომ ისევ გადაცემაში.